კარგი, დღეს ვისაუბრებთ ობიექტის დეტექციაზე და ფოკუსირდებით ეგრეთ წოდებულ საფეხურიან ობიექტის დეტექციაზე. ეს არის RCNN-ის ოჯახი და ფოკუსირება გვექნება ამ RCNN-ის არქიტექტურაზე. თავიდან იყო RCNN-ი, მერე იყო ხასთ RCNN-ი, მჩქარი RCNN-ი და მერე უფრო მჩქარი RCNN-ი. სახელებზე ცოტა ისეთია ხო რაღაც გამოდის, რომ RCNN-ი, მჩქარი RCNN-ი და უფრო მჩქარი RCNN-ი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არქიტექტურული ცვლილებები რა იყო და რა ეტაპები გაიარა ობიექტის დეტექციის ამ ორ ეტაპიანმა მოდელმა, ამაზე უფრო დავფიქრდებით, გავივლით ისეთ დეტალებს, რაც მერე სხვა მოდელებშიც გამოიყენება. ეს არის ეგრეთ წოდებული საბაზისო საწყისი ჩარჩოები, ეგრეთ წოდებული ენკორბოქსები და არამაქსიმალური ამოფილტრა, ესე ვთქვათ, ამოშლა, non-max suppression, ესეთ ალგორითმზეც ვისაუბრებთ ცოტას. და ვისაუბრებთ ეგრეთ წოდებულ რეგიონის მოდელებზე, რეგიონის პროპოზალებზე, ესე ვთქვათ, region proposal networks ესე ქვია, რეგიონის პროპოზალების ქსელებზე. ამაზე ფოკუსირდებით და რა მოიტანა ამან და რა გაუმჯობესება გაუკეთა RCNN-ის მოდელებს. თავიდან ორი სიტყვით შევეხებით ობიექტის დეტექციას, როგორც ასეც, მერე ორ ეტაპიან ობიექტის დეტექციას, ეგრეთ წოდებულ RCNN-ის ოჯახზე ვილაპარაკეთ, როგორც ანკორბოქსებზე და suppression-ებზე, შემცირებაზე და მერე ერთი-ორი სიტყვით ვიტყვით YOLO-ს და SST-ს, ანუ ერთ ეტაპიან დეტექტორებზე, რომელიც ძალიან მჩქარია და დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ნაწილი RCNN-ის ორ ეტაპიანი მოდელების ჩაანაცვლა და დღეს ალბათ YOLO ან ეგრეთ წოდებული მოდელები არის დომინანტი მოდელები ობიექტის დეტექციის და არა მხოლოდ დეტექციის, ხშირად სემანტიკური სეგმენტაციის თვალჩაფლით UNet-ის არქიტექტურას, რომელიც არ ვიცი გაიარეთ თუ არა ჯერ, ალბათ მერე გაივლით, რომელიც დღემდე გამოიყენება მაგალითად Fusion-ის მოდელებზე, ხო, სურათების გენერაციაზე. მოდით თავიდან ორიოდე სიტყვით შევეხოთ, რომ არსებობს ესეთი მოდელი, YOLO არის You Only Look Once. და არის ეს სისტემა single stage detection, ასევე ქვია ხო ერთეტაპიანი დეტექტორი. ორივე არის ერთეტაპიანი დეტექტორი, ძალიან მჩქარია და ძალიან ეფექტურია და დღესდღეობით ძალიან დახვეწილია და YOLO-ს და 6 ძალიან ბევრ ნაწილს, რაც ახლა გავივლით, რასაც გავივლით, უკვე აღარ იყენებს და საკმაოდ ზუსტი დეტექტორია და აქვს ეგრეთ წოდებული ღია ლექსიკონის ძებნა, რომ პირდაპირ გაწვნილია ძალიან მასიურ მონაცემებზე და ღიად შეგიძლიათ რომ თუ არის მანქანა, პირდაპირ მოგიძებნით მანქანას, ადამიანს და ასე შემდეგ. სურათებზე აღარ გჭირდებათ თქვენ კონკრეტულად თქვენს მონაცემებზე გაწვრთნა ხშირ შემთხვევაში. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი განაწილებები, სადაც რაც უნდა დიდი მოდელი იყოს ჯერჯერობით, ეს YOLO-ს მოდელები ან არსებული ფუნდამენტური მოდელები, ეგრეთ წოდებული foundation მოდელები დღესდღეობით მაინც ვერ ერგება ამ განაწილებას და მაგათად პირად პრაქტიკაში შემოხვედრია და ეხლაც ხდება და მიწევს მაინც გადაწყვეტნა ან რა ფინირება და მოგება ამ მოდელებზე და სავარაუდოდ თქვენ შეიძლება იგივე პრობლემები შეხვდეთ შეჯიბრებაშიც და ცხოვრებაშიც. ახლა არსებობს ასევე ორ ეტაპიანი მოდელები, რომლებიც გამოირჩევა დიდი სიზუსტით, მაღალი წარმადობით, მაგრამ აქვს ერთი თავისი მინუსები, ხო? თავისი შეზღუდვები. პირველი ის არის, რომ რადგან ორ ეტაპიანია, გაწვრთნა საკმაოდ რთულია, ამ ჰიპერპარამეტრების შერჩევა და ჰიპერპარამეტრების დასმა საკმაოდ რთულია და გაწვრთნისაც და დაკვირვების პროცესშიც საკმაოდ ძვირი და საკმაოდ მაღალი კომპიუტერული რესურსებია საჭირო. ლაპარაკი მეხსიერებაზე და ლაპარაკი გამოთვლით ნაწილზე. ამის საპირისპიროდ, რა თქმა უნდა, ეს დეტექტორები, რომლებიც ჩვეულებრივ პროცესორებზე, ლეპტოპზეც და ხშირად ტელეფონშიც კი საკმაოდ ჩქარად მუშაობენ და საკმაოდ მოხერხებულია ჩქარად მუშაობენ და კარგი წარმატება აქვს ამისთვის. ეგრეთ წოდებული real time დეტექტორები არის ძალიან მოხერხებული.
მოდი გავიხსენოთ ლოკალიზაციის ალგორითმები, ჩვენ ვილაპარაკეთ, როდესაც სახთამოცნობას ან კომპიუტერულ ხედვას პირველად შევეხეთ, მაშინ თქვით, რომ არსებობს კლასიფიკაცია, არსებობს და ლოკალიზაცია, ხო, როდესაც საუბრობთ კლასიფიკაციის და რეგრესიის ერთდროულად გამოყენებაში ერთ მოდელზე. ერთ-ერთი მაგალითი იყო, როდესაც გვინდა არა მარტო კლასიფიკაცია გავუკეთოთ, არის თუ არა სურათზე, მაგალითად კატა, ხო, არამედ ვიპოვოთ ეს კატა სად არის სურათზე. ამისთვის ჩვენ ვატარებდით neural Excel-ში ჩვენს მოდელს და ჩვენ მოდელს გქონდა, ასე ვთქვათ, ჩვენ neural Excel-ს გქონდა მაგალითად რამდენი კლასიც აქვს, ხო, იმდენ განზომილები, რამდენი წინასწარ განსაზღვრული კლასი გვაქვს, იმდენ განზომილებიანი ვექტორი და ასევე გქონდა, ვთქვათ, ჩვენი სურათის უხეშად ვთქვათ, სიგრძე სიგანე რაც არის, ასევე იმდენ განზომილებიანი ვექტორი, სადაც კონკრეტულად მოცემული გქონდა ან ბოდიში მაგალითად 4 განზომილებიანი ვექტორი, რომელზეც ვაკეთებდით და ვაკეთებდით რეგრესიას. ანუ პირველი იყო კლასიფიკაცია, ჩვეულებრივი ალბათურ განაწილებას ვაკეთებდით და გქონდა ალბათური განაწილება წინასწარ განსაზღვრული, ხო? არის თუ არა რომელიმე კონკრეტული ობიექტი სურათზე და მეორე იყო რეგრესია, რომელიც გვეუბნებოდა სად არის, ხო? ამ 4 კოორდინატს გვაჩვენებდა, რომ შესაბამისი ჩარჩო გვეპოვა სურათზე, შესაბამის ჩარჩოში ჩაგვესვა ის კონკრეტული ნაწილი სურათით, სადაც ეს ჩვენი საძიებო ობიექტი არის. ხო, უბრალოდ აი აქ უნდა რეგრესიით 4 კოორდინატი, მაგალითად ცენტრის კოორდინატი, ან მარჯვენა კოორდინატი, სიმაღლე და სიგანე რომ მოგცეს, ან 4 კოორდინატი, მოდი ესე ვხეშავ თქვა, 4 კოორდინატი რომ მოგცეს, რეგრესიამ კარგად შეგვიძლია ვიპოვოთ სად არის ობიექტი. მაგრამ პრობლემა არის, როდესაც არ ვიცით წინასწარ რამდენი ობიექტი იქნება სურათზე. ჩვენ ხარ შეგვიძლია ჩვენმა neural Excel-მა დააბრუნოს სხვადასხვა რაოდენობის ოთხეულები. მაგალითად შეიძლება ამ სურათზე იყოს 4 კატა და 2 ძაღლი. ან შეიძლება იყოს მხოლოდ 1 კატა, ან მხოლოდ ძაღლი, ან მხოლოდ ძაღლი და კატა. ერთ შემთხვევაში უნდა დააბრუნოს 6 ოთხეული სხვადასხვა კლასისთან და შესაბამისად ასევე უნდა დააბრუნოს 6 ცალი კლასიფიკაციის ალბათობის განაწილება, განაწილების ვექტორი, მაგალითად რაღაც კატა, ძაღლი, ცხენი და ადამიანი, ცხენი ადამიანი და მანქანა. ესეთ რაღაცას ვეცებთ, ხო? უნდა დააბრუნოს 5 განზომილებიანი ვექტორი, 6 ცალი, ასევე 6 ცალი ოთხეული, რომლითაც თითეული ობიექტი უნდა ვიპოვოთ და თითეულზე კლასიფიკაცია გავაკეთოთ. ეს ობიექტი არის კატა, ძაღლი. მეორე შემთხვევაში მხოლოდ კატა რო არის, მხოლოდ 1 ცალი 6 განზომილებიანი, 5 განზომილებიანი ვექტორი უნდა დააბრუნოს, კატა, ძაღლია, ცხენია თუ მანქანა თუ ადამიანი და ასევე 1 ცალი ოთხეული, რომელიც ამ კოორდინატებს გიპოვებს და მესამე შემთხვევაში, როდესაც კატა და ძაღლი ყავს, უნდა დააბრუნოს 2. ამას neural Excel-ი წინასწარ რო განსაზღვროს. ნუ ეხლა ერთადერთი პირველი რაც შეიძლება მოვიდეს თავში, რომ ჩავთვალოთ, რომ მაქსიმუმ ობიექტი შეიძლება იყოს 1000 მაგალითად სურათზე. დიახ, გისმენთ, გიორგი? ცოტა ამისგან სურსად შევიკითხვა, ბოლოს შევიკითხავით, რომ დაასრულებთ საუბარს. კი ბატონო. მაგალითად, აი რა შეიძლება ხო, რას ვამბობთ, მაგალითად შეიძლება გქონდეს წინასწარ თქვათ, რომ ჩვენ სურათზე 2000-ზე მეტი ობიექტი არ იქნება, ან 5000-ზე მეტი ობიექტი არ იქნება და დავაბრუნოთ წინასწარ 5000 ჯერ რამდენი კლასიც გვაქვს, იმდენი განზომილებიანი 5000 ცალი იმდენი განზომილებელი ვექტორი და შესაბამისი 5000 ცალი ოთხეული. და ამ 5000-ით ესეთი ვარიანტით შეიძლება იყოს და 5000 რეგრესია გავაკეთოთ, 5000 კოორდინატების რეგრესია გავაკეთოთ და 5000 ობიექტი კლასიფიკაცია. ვერ საკმაოდ მძიმეა, ამოცანა საკმაოდ მძიმეა. ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ერთი ობიექტი გაქვს 4999 უბრალოდ უნდა დააბრუნოს რეგრესია არა ნულოვანი და კლასიფიკაცია უნდა დააბრუნოს არც ერთი ობიექტი არ არის და ამ შემთხვევაში მე ერთ ობიექტს დავუმატება ეს იქნება ბექგრაუნდი, ხო, უკანა ფონია, ხმაური, უბრალოდ არაფერი არ არის სურათზე, არ არის უარყოფა. მეტი კლასი გვექნება და დანარჩენი მხოლოდ ერთმა უნდა გააკეთოს რეგრესია და ტყუილა გვეხარჯება რესურსი თავის წონებით, დამატებით კოორდინატებზე და საკმაოდ მძიმე და შეიძლება იყოს არც თუ ისე წარმატებული მცდელობა. მეორე ვარიანტი იყო, რომ
სურათი დაეპატარავებინათ მაგალითად და აი თითოეული გრიდისთვის, თითოეული წერტილისთვის ცალკე დაებრუნებინათ ესეთი მონაცემი. ნახავთ, რომ ცოტა უფრო ჭკვიან დაახლოებით ესე რომ აი წინასწარ დაუშვათ რამდენი ობიექტი, ამის მაგივრად რაღაც პატარ-პატარა ნაწილისთვის სურათის, ყველა რაღაც კალკული ზომის ნაწილისთვის ეს სურათი რომ დავყოთ ნაწილებად, მაგალითად დავყოთ 8-8-ზე სურათებად, 4-კუთხედებად, ესე ვთქვათ. აი ამ თითოეული ნაწილისთვის შეგვიძლია ჩვენ ცალკე ვთქვათ, რომ არის თუ არა ობიექტი, თუ არის რა ობიექტია იმის ალბათობა და აი ეს ჩვენი 4-ეული სად უნდა იყოს ამ ობიექტში და აქედან გამომდინარე ერთ საკმაოდ რაციონალური ზომის ვექტორში შეგვიძლია მოვათავსოთ მთელი ჩვენი გამომავალი აქ თუ 4-ს პლუს რამდენი კლასიც გვაქვს ამ ხელაგანზომილებიანი ვექტორი გვაქვს ერთ რეგრესია და მეორე კლასიფიკაცია ანალოგიურად შეგვიძლია დავაბრუნოთ რაღაც ესეთი ვექტორი რომელიც იქნება თქვათ 4-4-ს პლუს რამდენი კლასიც გვაქვს და გამრავლებული თქვათ რამდენი ცალი 8-8-ზე ქვე პატარა სურათის ნაწილიც გვაქვს ხო რამდენადაც დაიყოფა 8-8-ზე სურათი ხო 256-ი რო გავყოთ 8-ზე მაგალითად ან 4-4-ზე რო დავყოთ ან 2-2-ზე არა აქვს მნიშვნელობა ეს ამაზე თქვენ ისაუბრებთ ნახავთ მე იოლოს მოდელებს შემდეგ ლექციაზე ან ერთ-ერთ ლექციაზე ყოველ შემთხვევაში მაგრამ დღეს მოდი შევეხოთ ცოტა სხვანაირი მიდგომას ორ ეტაპიან მიდგომას ანუ აქ გამოწვევები ორ ეტაპიან მიდგომაზე ერთ ეტაპიანზეც არის და ორ ეტაპიანზეც არის ეს მცირე და პატარა ობიექტის პოვნა ასევე ჩვენ ხა ავიღოთ და უბრალოდ ასეთი მიდგომაც იყო მაგალითად რომ აიღებდნენ სურათს რაღაც პატარა პანჯარას გააკეთებდნენ ეს პანჯარა დაივლიდა მთელ სურათს და მთლიანად ყოველი ხო ესე საფეხურ წავიდა და როგორც კონვოლუციაში გავიარეთ და თითოეული ამ პანჯრისთვის წინასწარ ვიტყოდით არის თუ არა ამ პატარა პანჯარაში ობიექტი. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, იმიტომ რომ ეს პატარა პანჯარა ზომა წინასწარ განსაზღვრული რამ ხელა პანჯრით უნდა დავიაროთ, რამ ხელა ნაწილებად უნდა დავყოთ ეს სურათი და თითოეულისთვის კლასიფიკაცია გავაკეთოთ, იმიტომ რომ კადის პატარა ნაწილი რომ მოხდეს ყურის ან კუდის ნაწილი ან თათის ძალიან ძნელი იქნება სურათისთვის გარჩევა. მოდელისთვის გარჩევა არის ეს კატა არის ძაღლი თუ არის სხვა მანქანადაც შეიძლება ადამიანისგან განასხვაოს იმიტომ ტექსტურის და ბეწვის მიხედვით მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატარა ობიექტზე გაუჭირდება ამოცნობა ამიტომ უნდა გქონდეს რამდენიმე სხვადასხვა ზომის პანჯარა და იმით დავიაროთ და ისე გავაკეთოთ დეტექცია და ეს ძალიან შრომატევადი და არც ისე წარმატებული მიდგომაა მოდი ვნახოთ სხვა უფრო ჭკვიანური მიდგომა ეს არის RCNN-ის მოდელი. RCNN-ის მიდგომა იყო ორეტაპიანი მიდგომა. ეს იყო პირველი გაუშვებდნენ კლასიკური ალგორითმი არის ნეირონული ქსელი, არა ნეირონული ქსელის, არამედ კლასიკური კომპიუტერული ხედვის ან სახეთა ამოცნობის ალგორითმი, რომელიმე, ესენი იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ არჩევით ძებნას, ეგრეთ წოდებულ selective search არის ესეთი ალგორითმი, დეტალებში ზუსტად არც მე აღარ მახსოვს ეგ როგორ მუშაობს ამ დეჯერმე მაგ გარჩეული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც თქვა ტექსტურით, სურათის შტრიხებით, ფერების ცვლილებით, ხო, ან ესე ვთქვათ სიხშირის ცვლილებით შეგვიძლია რაღაც შეთავაზებები გავაკეთოთ რეგიონების, სადაც სურათის ობიექტის არსებობა არსებობს ალბათობა მაღალია. რომ მე შემდეგ თავზე ქონდა თითოეული ამ რეგიონისთვის, რასაც შემოგთავაზებდა ეს კლასიკური ალგორითმი, თითოეულისთვის ქონდა კლასიფიკაციის და რეგრესიის მოდელი, კლასიფიკაცია უბრალოდ ამბობდა არის თუ არა ობიექტი და ან რა ობიექტია ამ რეგიონში, ხოლო რეგრესია თითოეული ამ რეგიონისთვის თუ არის ობიექტი, ან უბრალოდ პარალელურად აკეთებდა ეგრეთ წოდებულ ჩარჩოს, ხო, bounding box-ის მორგებას ამ ობიექტზე, ხო, მიახლოებას. ხვდებით, ხო, რეგრესია რატო გჭირდება აქ და დეტექცია, ამიტომ დავიწყე ამით. რეგრესია აკეთებს აი ჩარჩოს, აქ რო ჩარჩო გააკეთოთ, ხო? თიში. რეგრესიამ რო გააკეთოს მაგალითად, აი აქ
ამ წერტილების პოვნა ერთი ნაწილი აი აქ ეძებს, აი მეორე რეგრესია აქ არის, მესამე და მეოთხე, ამ 4 რაღაცის რეგრესია რო გააკეთოს და მიუახლოვდეს მერე ამას, რომ თქვათ ამას მოერგოს ესე, აი მე რაღაცა გასწორდეს ესე და რეგრესიის მოდელი საბოლოოდ აი ამ ჩარჩოს 4 წერტილს თქვათ მოძებნის. ნუ თქვათ 4 შეიძლება ცენტრი მოძებნოს სიმაღლე და სიგანი, მაგრამ ნუ არ გინდა ხა თქვათ ესე 4 წერტილი თქვათ და ამ 4 წერტილს მოძებნის და რაღაცნაირად მოერგება. რეგრესია ამას აკეთებს და კლასიფიკაცია არის თუ არა ამ სურათზე მაგალითად კატა, თუ გვეუბნება. ნუ ხო, რაღაც გისმენთ გიორგი. ანუ უბრალოდ რანდომულად ვიღებთ წერტილებს და ერთ წუთით ბოდიშით რანდომულად ვიღებთ წერტილებს და რეგიონებს და კლასიფიკაციით ეგრე ვამოწმებთ რომ მანდ არის რაღაცა თუ binary search-ის ნაირად ვაკეთებთ რომ მაგალითად თელ სურათზე ვიღებთ ჯერ მე ნახევარზე ვყოფთ და თუ იმ ნახევარშიც არის ეს კლასიფიკაცია მოგცა მაღალი შედეგი მაშინ იმ ნახევარს კიდევ უფრო ვამცირებთ შეიძლება ეხა თუ სიგრძეზე გავყავით მე სიმაღლეზე გავუყოთ და თუ პირიქით კლასიფიკაცია მოგცა რომ იქ არ იყო ეს ობიექტი მაშინ ვადიდებთ პირიქით ან დაყავი დაიბატონესნაირად არა ჩემი საწუთნელ მონაცემებში ხომ აქ მე ესე წინასწარ ხო მოცემული იგრეკები საწუთნელში ხომ აქ რომ აი აქ არის კატა თქვათ ასე მაგ კლასი რა კლასიც არის ხო ამის ვექტორი ხო 0 0 1 თქვათ 0 0 ხომ აქ ესეთი ახლა როდესაც წუთნი ერთი თავი აბრუნებს ესეთ რაღაცას f1x თქვათ კოდიანი f4x ერთი თავი ნეირონული ქსელის ხო შემიძლია ესეთი თავი გავაკეთო რომ აი ესეთ რაღაცა დააბრუნოს f3x f4x აი ესეთი რაღაცა დააბრუნოს შემო ნეირონულ ქსელმა და ქვევით დააბრუნოს ესეთი რაღაცა ესენი მინდა რომ ამას მივახლოვდეს და პლუს დააბრუნოს ესეთი ვექტორი ხო რაღაც f მოდი ამას დავარქვათ f r1 f r2 f r3 f r4 ხო განზომილებელი პლუს დააბრუნოს fc1 fc2 რაღაც fc3 fc4 fc5 მოდი კოდიანები გავაკეთოთ ეს უბრალოდ რო გავყოთ ერთმანეთისგან ესე გავაკეთოთ აი ესეთი ვექტორი დააბრუნოს ნეირონულ ქსელში ხო შემიძლია ამ ხელაც მინდა იმ ხელა იყოს ვექტორი ხო ეს ჩემი x-ი შემავალი x-ი ესეთი რაღაცა დააბრუნოს თქვათ ჩემმა ნეირონულმა ქსელმა ეხლა მაგ მე y აქ y-ები და აქით მაგ ეგეთი რაღაცა ვთქვათ 0 0 1 0 0 ხო ამ y-ებში აქ რაღაც წერტილები მაქვს ხო აქაც მისამართი მაქვს რაღაც აქ 3 თქვათ y2 კიდე რაღაც არის 3 და 2 რაღაცა აქ აქით რამდენი თქვათ 16 და თქვათ 8 ასეთი რაღაცა მაქვს მე ჩემი ეს არის ჩემი მიზნობრივი სვადი ხო ეს არის ჩემი y ეს არის ჩემი fx ხო და ვცდილობ რომ fx-ი და მივიდეს რაც შეიძლება ახლოს y-თან ამ ნაწილში უბრალოდ ხო y-ს მინუს f2x f მოდი ეს რეგრესიის ნაწილი f2x-ის კვადრატის შემცირებას ვცდილობ ქვედა ნაწილში უბრალოდ softmax-ის ხო მინუს y2 ხო log f c იური x ხო მინუსით ჯამ ლოგი ხო ლოგი ანუ აქეთ softmax-ის შემცირებას ვცდილობ აქეთ იმის აქ თქვათ აბრუნებს softmax-ით ამათ ბოდიში აქ cross entropy-ის შემცირებას აქ softmax-ის ვაბრუნებ softmax მოვდებ ამ ნაწილში არაფერს არ მოვდებ ან თქვათ ხო არაფერს არ მოვდებ და უბრალოდ აი ესეთი იქნება ჩემი ცდომილება და ამათ ავჯამავ ნიშნავს რომ ესეც და ესეც როივე მინიმუმისკენ წავიდეს всё ერთი კლასიფიკაცია დაამბრუნებს კატა ძაღლია თუ რაც არის ამ სურათზე მეორე უბრალოდ ამათ დამიბრუნებს მე უკვე როდესაც გავუშვებ სურათზე რომელიც არ უნახია თქვათ ხო მიხვდება რომ მაგალითად ამ სურათზე ამაზე ვერაფერს ვერ მიხვდება ხა ჩემ ნახած თუ შეიძლება მithumet 3 რო ხატობ მაგრამ რაღაცა თქვათ მიხვდება რომ ამ სურათზე არის ცხენი ხო რაღაც და ერთი დამიბრუნებს ცხენი არის თუ არა თქვათ ცხენი მე რამდენი რაღაც ამაზე დამიბრუნებს რაღაც ესეთ ერთი თავი აი ესენი ამათგან პასუხი იქნება რაღაცა თქვათ 0.00 1 რაღაც
ერთი მემიანთაზე ესე შემდეგ და სადაც ცხენია იქ 0.1 თქვა 99 90 და მეორე დამიბრუნებს კოორდინატებს ამის კოორდინატს x1 x2 y1 y2 ბოდიში 4 კი არ უნდა იყოს ხო x1 x2 y1 y2 რაღაცა ამას და ამის ამათ კოორდინატებს x-ებს და y-ებს მეორე დამიბრუნებს ამის რეგრესიას ერთით გავაკეთებ box მეორეთი დავაბრუნებ ცხენს არც დაჭრა მინდა სურათს არც არაფერი ვწვრთნი რეგრესიაზე და კლასიფიკაციაზე კლასიფიკაცია გამიკლასიფიცირებს რა არის სურათში და რეგრესია ამათ მიპოვის ნეირონში შედის თლიანი სურათი არაფერს არ ვჭრი უბრალოდ შევუშვი თლიანი სურათი მოვაბი რომელიღაცა თქვა რეზნეტი ხო ნეტი ან ვიკი ახლა ისწავლით ხო ვიჟენ ტრანსფორმერები ან რომელიღაც მოვაბი ხო ან ვიჯიჯი რავი არის კონვოლუციური ქსელების რამდენიმე ხო არქიტექტურა რომელიღაც ნეირონული ქსელი გავმოვაბი ეს უკვე თან გაწვთნილი შეიძლება მქონდეს ადრე იმიჯნეტზე გაწვთნილს იყენებდნენ ეხლა რომელიმე ხო ღია დიდ ბაზაზე გაწვთნილი შეიძლება ავიღო რაღაც კლიპიც ხო გაჩვენეთი რომელიც გაწვთნილია წვრილებზე ხო სურათების და ტექსტების 300 მილიონ სურათზე გაწვთნილი შეიძლება იყოს 300 მილიონი მილიარდობით სურათებზე შეიძლება ჩვენ ხო ნახეთ დინო ხო მაგალითად გამოვიყენოთ დინო ხო და დინო V2-იც ნახეთ ხო ან დინო V3-იც არის ახლა ხო გაწვთნილია საერთოდ თვითკონტროლერით ხო წინასწარ კი არ ქონდა რამეზე უბრალოდ თვითკონტროლებადია მან კარგად იცის მახასიათებლების ამოღება და დაკვირვება თითოეულ მახასიათებლებზე და ამას მოვდე მე ბოლოს თავი რომელიც აი ესეთი თავი მოვდე ასეთ ნეირონებს აბრუნებს აი ესეთი თავი მოვდე აი ესეთი ბოლო თავი მოვდე აი ეს არის ამის ბოლო თავი ან ვთქვათ კიდე ორი თავი მოვდე ესეთი და ის ორი თავი გავწვდენი რომ აი ამას მივუახლოვდეს ის ნაწილი გავწვდენი მარტო შეიძლება ის ნაწილი გავწვდენი და აქაც პატარა ბიჯით learning rate-ია გავაკეთე ძალიან პატარა და ესენიც მოვარგე მაგრამ ნუ მოდი დავარებოთ თავი ამას არ შევეხე ეს გავყინე ეს ნაწილი აქ learning rate-ი არ მუშაობს მარტო აი ეს ნაწილი იწვთნება ეს ამოიღებს მახასიათებლებს სურათიდან ხო ინფორმაციას ლატენტურ მაგას ქვია ჩადგმა ხდება წინაზე მეგონი კითხეთ ხო ლატენტური რატო ქვია ამაზე მე ბევრს ვილაპარაკეთ აი ინფორმაციას ამოიღებს იმ სურათიდან რაც შეიძლება აი ამ ნაწილში და მე აი ამ ინფორმაციას გამოიყენებს უკვე აი ამათ ისე რომ გაიცნოს ამათ მოსარგებად აი ამ ნაწილის ნეირონქსელის ამ ნაწილის მოსარგებად მოერგება უკვე აი ეს არის ლოკალიზაცია და ლოკალიზაცია როგორც აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ ეტაპიან მოდელებში გვხვდება ლოკალიზაცია მას კიდევ ერთი კითხვა მქონდა ხო ანუ მე თავიდან ხო ანუ ცოტა დავიბედი როგორ მუშაობდა ეხლა მივხვდი ანუ თვითონ დეტექციაც და ანუ თვითონ ბოქსი გაგებაც როგორ მუშაობს და ანუ ეგ ვექტორ ანუ 4096 ანუ აქ რომ წერია 4096 ვექტორი ხო ოკეი ანუ ეგ ანუ ეგრევე თვითონ ანუ იმიჯნეთის კონვოლუციის ლეიერები რასაც გვაძლევს ეგ ანუ მაგის მერე არის დადგმული თავი რომელსაც აქვს 1000 აქით 1000 და აქით თქვათ 4 ცალი თქვათ ან 8 ცალი ხო x y სიმაღლე სიგანი და პირდაპირ ანუ ეგეთი ანუ თავის ანუ კუდის რომ მოვაბათ თავი ანუ ეგეთი პატარა თავი ეგ ანუ სუდი არ იქნება ანუ რაღაც რამდენიმე შუალეიერი არ შეიძლება დავამატოთ შეიძლება უბრალოდ თავზეც გაიცნოს გააჩნია ეს რამდენად ძლიერია ეს ნაწილი რამდენად კარგი და ინფორმაციული ვექტორის ამომღები ნუ დინოზე შეიძლება არ დაგჭირდეს დინოზე ან ძლიერი ამ FFN დინოზე კლიპის მოდელებს ახლა გავივლით დინოზე შეიძლება არ დაგჭირდეს ან დინოს ყველაზე კარგად ამოაქვს აი ეს შიდა ვექტორი ყველაზე ინფორმაციული ახლა რაც ახლა ყველაზე თქმა ცოტა რთულია მაგრამ ნუ მე რაც გამოცდილება მაქვს რაც მინახე და რაც ამიკითხავს ხო დინოს ამოაქვს ყველაზე აი დინო მესამეს მეორესაც კი აი ყველაზე ინფორმატიული ვექტორი ამოაქვს კლიპს უფრო ამოაქვს ინფორმატიული მაგრამ უფრო ის მორგებულია იმაზე რომ შიგნით რა ინფორმაციაც აქვს ახლა კიდე გააკეთეს კლიპის ისეთი მოდელი რომ პატარ-პატარა ნაწილებზეც კი აი ტექსტის რა ნაწილს შესაძლოა ხო ის კლიპი როგორ ეგაცნო ტექსტზე და სურათებზე ხო და ცდილობს რომ აი სურათი თავის აღწერით აღიქვას ხო აღწერის ვექტორი და სურათის ვექტორი ერთმანეთს ახლოს მიიყვანოს და კიდე დაჭრეს და იმ პატარ-პატარ სიტყვის წინადადების ნაწილები აღწერასი შეუსაბამოს სურათის ნაწილებს და ამით კიდე უფრო ფოკუსირებას აკეთებს დინოზე ხო წინაზე ვნახეთ ხო აი რაღაც პატარ-პატარა პაჩებად არის დაჭრილი ხო რაღაც ნაწილები ამოჭრილი
და პატარა და დიდი ნაწილი, რომელიც ერთი და იგივე სურათიდან არის, უნდა შეუსაბამოს ერთმანეთს და ამიტომ მაგალითად ყურის ეს ნაწილი რო ამოვიღე და მეორე სურათში კიდე თავი და ყური ამოვიღე, ეს ქსელი სწავლობს კონტექსტუალურ ინფორმაციას ამ თავთან ყური რო არის და მე ცალკე ყურის ნაწილი რო არის ამოჭრილი, უხეშად რო ვთქვა, ხო, რაღაც პატარა ნაწილი და დიდი ნაწილიდან ერთში ესეთ ნაწილს რო უნდა შეესაბამოს, მოდი ისე დავხატოთ. აი აქ დავხატოთ. ყურეთ ერთგან ხო ესეთ ნაწილს უნდა შეესაბამოს ეს დინოს სწავლობს თუ ერთგან თქვა. აი ეს ნაწილი ამოჭრეს თქვა და ეს ნაწილი ამოჭრეს და ეუბნებიან ერთი და იგივე სურათიდან არის თქვა და ამას და ამას საერთო ესა აქვს. ამ შემთხვევაში ამას დააკვირდება. ეხლა ეს ნაწილი ამოჭრეს და ისე თქვა დიდი ნაწილი. ამას და ამას საერთო რა თქვა დააკვირდება აი ამას. ანუ ქსელი ცდილობს რომ ყველა დეტალს დააკვირდეს, რომ არაერიოს, რომ ერთი და იგივე სურათიდან ამოჭრილი ნაწილებია. მიხდით რას გეუბნებით. და ამიტომ ესეთი მოდელის აი ეს ნაწილი უკვე backbone-ი რაც არის, ანუ ხერხემალს რასაც ეძახიან. აი ეს თუ ძლიერია, შეიძლება ერთი შვიდ საკმარისი იყოს თქვენი პატარა ამოცანისთვის, თუ ეს ამოცანა არ არის ახლა უფრო რთული და კომპლექსური. რთული, სინამდვილეში რასაც ნიშნავს კომპლექსური, რაც ნიშნავს კომპლექსურს. თუ არის მარტივი, ადვილი კი არ მარტივი. მაშინ კი ეს ნაწილი შეიძლება თავისუფლად ერთი შემოერგოს, მაგრამ მე აქ არ შემიზღუდია რომ ერთ შრეზე უბრალოდ ბოლო ნაწილზე ვლაპარაკობ, თორე შუაში ეს ხო ლეგოსავით არის, შეგიძლიათ 2-3 შრე კიდე დაამატოთ. მაგალითად ისთვის, პირველი მაგალითად რეგულარიზაციისთვის იქ დროპაუტი ჩაამატოთ, ხო? რეგულარიზაცია გაუკეთოთ, განზომილება დაწიოთ. ასე რომ 1996 მაგალითად ჩამოწიოთ ცოტა განზომილება და დაიყვანოთ ხო რაღაც 2000. შუაში დროპაუტი ჩაამატოთ. ანქორ ბოქსები ცოტა განსხვავებული მიდგომაა, მაგაზე ვილაპარაკებთ. ანქორ ბოქსი მაინც წინასწარ განსაზღვრულია. ეს ანქორ ბოქსები არ არის, ეს არ არის ეს ანქორ ბოქსი, ეს არ არის საბაზისო ჩარჩოეს, ენი არის სურათი სად არის მართკუთხედები, აქ საერთოდ არის მართკუთხედების სურათი. ვერ გავიგე რას მიკითხებით ალექსანდრე. ალექსანდრე თუ შეიძლება კითხვა აქ სურათი. სად არის? ეს არ არის ანქორ ბოქსი. ეს იპოვა, ეს რეგიონი, აი ეგრეთ წოდებული რეგიონი, რაც გითხარით, რომ არჩევითი ძებნა, ან რომელიღაც ძებნის ალგორითმით შემოთავაზებაა, რომ აი ესე ნახეთ. ანქორ ბოქსები წინასწარ ჩვენ გვაქვს განსაზღვრული. ამაზე ცოტა მერე ვილაპარაკოთ ანქორ ბოქსებზე. ეს არის, აი უყურეთ, გაუშვიშ ზედ რომელიმე კლასიკური კომპიუტერი ძებნის მაგალითად ხარპი ალგორითმია, ესეთი სერჩევითი ძებნა. ან რაღაც სხვა ძებნა გავშვით, გავუშვათ, რომ უბრალოდ ნახა და ფერების მიხედვით სეგმენტაცია გავუკეთა ამ სურათს და ამ სეგმენტებში ყველაზე დიდი სეგმენტები შემოხაზა. აქ ხო ახლა მწვანეს და ამას ან თქვათ მოდი კიდე ერთ დავამატოთ ფერები და ინტენსივობა. აქ ხო ინტენსივობა უკანა ფონზე იკლებს, ამიტომ უკანა ფონი შეიძლება ძირითადად მოაშოროს. მოდი ხა ფენები ინტენსივობა ხო სიხშირე ინტენსივობა რაღაცა და კიდე რაღაც დავამატოთ, გადაბმული კომპონენტები დავამატოთ. ყოველ შემთხვევაში რაღაც ესეთი ძებნის ალგორითმით მოვძებნე და შემომთავაზა ეს ხა სურათის ძებნის კლასიკური ალგორითმი რო აიღოთ და უთხრათ ობიექტების შემოთავაზება მომენტში და რაღაც ცოტა რეალობასთან ახლოს იყოს, ბევრს შემოგთავაზებთ. ძალიან ბევრს გაგიკეთებთ ეგეთ ყუთს. ეს კლასიკით მუშაობდეს, აღარ თქვენდა ხო, ეროვნული წელის გაშვება უკვე მუშაობდა. აი ამას გაუშვებენ სურათზე, ხა ხო დაუბრუნდეთ ისე მოდი ჩვენს იმას, მოდი გაუშვებენ ის რამდენიმე ესეთ შემოთავაზებას გაგიკეთებს. RCNN-ის მოდელი. და ამ შემოთავაზებას მოდი შევზღუდოთ და თქვათ რომ მაქსიმუმ გვაქვს 2000 შემოთავაზება. ნუ ის გაგიკეთებს რაღაც 2000 შემოთავაზებას, ეს შეგიძლია ალგორითმს უთხრა რომ წინასწარ 2000 შემოთავაზება გამიგეთებს. ზოგი იქნება სუსტი, იქნება ზოგი ძლიერი. და ეხლა წარმოიდგინეთ ამ 2000-ვე შემოთავაზებისთვის 2000 ნეირონული ქსელი მქონდეს, რომელშიც 2000 ცალი ნაჭერი შევა ამ სურათის. 2000 ნეირონული ქსელი მქონდეს, რომელიც გააკეთებს იმას მეც რაც გითხარით. მოდი ახლა ცოტა ის გააკეთებს ასეთ რაღაცას, რომ კლასიფიკაციას რა არის ამ ამოჭრილ რეგიონში რა არის, რომელი კლასია ჩვენ წინასწარ განსაზღვრულ კლასიფიკაციას და ცოტა კარგად მოარგებს ამ ბოქსებს.
ანუ SVM იქნება კლასიფიკაციისთვის, SVM ხო გაიარეთ მხარდაჭერითი ვექტორული მანქანები. და კიდე ამ ჩვენ ბოქსებს, ამ ჩვენს ჩარჩოებს მოარგებს ამისთვის რეგრესიას. ნუ ნეირონქსელის მაგათ SVM-ი გაწვდნეს. იმ ბოლო იმასე ხო, აი ამაზე ხა მე ნეირონქსელის კი არ გავწვდნა, SVM-ი რო გავწვდნა. მხარდაჭერითი ვექტორული მანქანა რო გავწვდნა. აქ ამ ნაწილისთვის და ამ ნაწილისთვის რეგრესიაზე გავუშვა პირდაპირ. ესაც ხო შემიძლია. აი აქ წარმოიდგინეთ კონვოლუციური ნეირონული ქსელები გააწვდნეს სულ ყველა რომელიც აკეთებს კლასიფიკაციას, ანუ გაწვდნილი უბრალოდ გაწვდნილი ქსელი აიღეს, გაწვდნილი მახასიათებლებს რო იღებს, ის მახასიათებლებში ხო ბევრი ინფორმაცია ჩვენ წინაზე ხო გახსოვთ რომ სურათების ძებნა გავაკეთეთ, რომელიც გაწვდნილი იყო, საერთოდ არ ქონდა ეს სურათები ნანახი, მაგრამ მაინც იმდენად ინფორმატიულია ეს ბოლო შრეებში უკვე ინფორმაცია იმდენი აქვს მოგროვილი, რომ ეკლესიასთან დააჯგუფა ციხესიმაგრე, დინარესთან, ქალაქი. დაწვდნილია იმას არც ბათუმი უნახია და გაწვდნილი რეზნეტიც კი რო ავიღეთ, რომელიც გაწვდნილია 1.200.000 სურათს, 1.000.000 სურათს იმეჯნეტის ხო და 1000 კლასის გარჩევა იცის კლასიფიკაცია იმას საერთოდ საქართველოს ეკლესიების საერთოდ არ უნახია და არც ბათუმის ანაკლის და სურათები დინარე რიონი და არ აღვი, მაგრამ მაინც დააჯგუფა ერთად, ხო, ის ხო არ იყო მიდამიმართულად გაწვდნილი, რომ რაღაც ციხესიმაგრე საერთოდ შეიძლება არც იყოს იმ 1000 კლასში დავაუბრუნდოთ არც არის და არც შეიძლება მდინარე იყოს იმ 1000 კლასში, მაგრამ მაინც იმხელა ინფორმატიული იყო ის სხვა რამეზე გაწვდნილი მოდელიც კი, რომ ბოლოს ჩადგმა რო გავაკეთეთ, იმ ჩადგმაში საკმაოდ დიდი იმდენად ინფორმატიული რელევანტური ინფორმაცია მოიყო ისეთ რაღაცებზე, რასაც არც ყოფილა გაწვდნილი და მიზანი არც ყოფილა. აქედან გამომდინარე, ზუსტად ესე წინასწარ გაწვდნილ ქსელს, რომელსაც არც ეხებიან, აიღებენ აქედან მე ბოლო ნაწილს ამოიღებენ და იმის მაგივრად რომ უბრალოდ სიახლოვეს ვნახულობდით ჩვენ ახ სიახლოვეს მაგივრად რომ გაგვეცნო რომ არის თუ არა ეკლესია ამ სურათზე აი ბოლო ნაწილი. აი ესე ზუსტად იმ ბოლო ნაწილებს გაწვდნიან, SVM-იც მოაბავენ, ეს ვექტორს დააბრუნებს, ამ ჩადგმას უგააკეთებს ბოლოს და მოაბავენ SVM-ს და მეორე ჩადგმაში მეორე თავს გააკეთებენ, რომელიც რეგრესიას გააკეთებს ამ ჩვენი ჩარჩოების და ამ რეგრესიით მოძებნის უფრო დააზუსტებს ამ ჩარჩოს. რა არის, ნუ ასწორებს კარგად ეს ჟარგონი ვიჩხერს, ასწორებს კარგად ამ კლასიკური მაგალითად შეჩევითი ძებნის ამ ხარბი ალგორითმის პასუხს. უფრო აზუსტებს, რა თქმა უნდა, მაღალი წარმადობა აქვს და კლასიფიკაცია ზუსტად გვეუბნება რა არის ამ გაასწორებს ეს ჩარჩოს და აზუსტებს და კლასიფიკაცია ზუსტად გვეუბნება რა არის ამ ჩარჩოში. ახლა აქ მინიმუმი თქო. ძალიან 2000 ქსელი გაქვს წარმოიდგინეთ თითო გაშვებაზე, 2000 ჯერ გაწვდნა არ გინდათ 2000 ქსელს უნდა დაელოდოს, იქიდან პასუხი მიიღოს და მე 2000 SVM უნდა გაწვდნას, ხო? 2000 რეგრესია უნდა გაწვდნას. დაკვირვებისაც დროსაც, გაწვნის დროსაც, დაკვირვების დროსაც ძალიან ძვირად ღირებული მოდელი, ხო, ბევრი კომპიუტერული რესურსი ჭირდება. და ნელია, რა თქმა უნდა. ეხლა იდე თქვენი აზრით რა მინუსი ექნება ამას. იმას ყوار აქვს ამის გარდა. მიგისმენთ აბა? ანუ პატარა ობიექტების ნახვა გაუჭირდება. შეიძლება არ გაუჭირდეს კი, კაი აზრია, მაგრამ ბევრი ბოქსი ექნება. ძალიან ბევრი ბოქსი. და თვითონ ჩემი აზრით კიდევ ის გაუჭირდება, რომ ხო, ანუ შეიძლება ბევრი ბოქსი ჰქონდეს, მაგრამ აი მაინც თვითონ შეიძლება რაღაც დეტალი გამორჩეს იმიჯში. ან განსაკუთრებით თუ დიდი იმიჯია. კი, ეგეც შეიძლება. ეგ დიდი პრობლემაა და ეგ პრობლემა მარტო ამის პრობლემა არ არის. დღესაც არის ეგ პრობლემა. პატარა ობიექტები მოწევს. ყოველი ახალი მოდელი რო გამოდის, აი პატარა ობიექტებს კარგად პოულობს. ყველა საწერია ხო. იქ ნახავთ მე ეგრეთ ვოკალ ცდომილების ალგორითმს რო ისწავლით, იქ ნახავთ რომ აი პატარა ობიექტების პოვნაზე როგორ დააზუსტეს და ცირეთ, მე ცოტა ხშირად რო არ არის ისეთი ობიექტების და ამაზე მე კიდე გაივიდით. და ნუ ახლა მაგალითად მაგას ანქორ ბოქსები ეგრეთ წოდებული საბაზისო ბოქსები, საბაზისო ჩარჩოები ასწორებენ. მაგრამ და მაგის გარდა კიდევ ის გაუჭირდება რომ ბევრი ობიექტი თუ არის, ან თვითონ გრიდი ალგორითმს რო ხმარობთ რომ ან მაინც გავარჩიოთ ამ ბოქსებს შორის, ანუ თვითონ ეს ბოქსები განსხვავებული რომ არა, ეგ ზუსტი მაინც არ იქნება და ანუ
გრიდი ალგორითმი რომ გვაქვს რომ ან ბევრი ობიექტი კარგი ხო თუნდაც კარგი ალგორითმი თავიდან აი ამ ნაწილს ვიწერთ ალგორითმსაც შეიძლება შეეშალოს კი იქაც არის ну ახლა ის ხარბი ალგორითმი მაინც იმდეს გვიბრუნებს 2000 საბრუნებს და მე ამით ამოფილტრა ხდება ნეირონული ქსელით მაინც უფრო გაწვდენილი მოდელით ამოფილტრა ხდება ხოლმე ყველას ბევრი ის არის რომ წარმოიდგინეთ ახლა PX ეს ხარბი ალგორითმი ბევრნაირად დაინახოს ხო და ბევრჯერ ამოჭრის ხან პატარას ხან დიზა როგორ მიხვდე ხა რომელი ბოქსი არის მაგისტრის მე უყურეთ აი ამ ნონ-მაქს საპრეშინი გამოიყენება რომელიც დღემდე სხვა მოდელებს გამოიყენება მე მგონი IOLOS DX-ში აღარ გამოიყენება მე მგონი კი როგორც მახსოვს ახლა ბოლოს ვიყენებდი ამ IOLOS DX-ს ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ძიმე ალგორითმი. Ну მეორე იყო ამ ალგორითმის გაუმჯობესების ცდელობა და რა სინამდვილეში გაუმჯობესებაც იყო და კარგი გაუმჯობესებაც იყო, ეს იყო FastR CNN ხა. ამათმა რა გააკეთეს? იმის მაგივრად რომ თლიანი სურათი მიეცათ და იქ გაეკეთებინათ, გაეშვათ ეს ხარბი ალგორითმი. ჩვენ ხო ვნახეთ რომ ნეირონულ ქსელში, განსაკუთრებით კონვოლუციურ ქსელში რო გაივლის, იქ ბევრი მატრიცა მიიღება ხო ერთი სურათიდან, უბრალოდ ბევრი მიიღება სიღრმეში ეს მატრიცა, მას სიგრძე სიგანი მცირდება ხო. ჩვენ შეგვიძლია გავასაშუალოთ ეს მატრიცა. ან დავარყევოთ ხო კონვოლუციით. ისევ ერთ-ერთზე კონვოლუცია გამოიყენოთ მაგალითად ერთი წყალი და მივიღოთ ბოლოს უფრო პატარა, ანუ პატარა მატრიცა და იმაზე გაუშვათ ზუსტად ეს ხარბი ალგორითმი. ანუ სინამდვილეში ეს ხარბი ალგორითმი გაშვებული იყო აი ამ ჩვენს მახასიათებლებზე, აი ამ ჩვენს ერთ-ერთ კონვოლუციური ამ ქსელის ერთ-ერთი ნაწილზე ან ერთ-ერთი შრის ან ბოლოსკენ შრის, ჯერ გაივლიდა რომელიც კონვოლუციურ ქსელს და აი ბოლოსკენ უკვე მერეკეთდებოდა ზედ ხარბი ალგორითმი. იმის ნაცვლად რომ ჯერ ეს გაკეთებული იყოს შემდეგ მე თითოეული. მერე იგივე გრძელდებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა ალგორითმი გაცილებით უფრო ჩქარი იყო და ხშირად ეფექტურიც კი, იმიტომ რომ იმ პატარა ნაწილში უკვე პატარა იმაში უკვე შემცირებულ მახასიათებლებში რაც ამოიღო ნეირონულმა ქსელმა უკვე ბევრი ინფორმაცია ინახება საკმაოდ სურათზე და სიჩქარეს ყოველ შემთხვევაში ძალიან მოუმატა და წარმოდობაც არ ვიცი წარმოდობა ეს მართალი გითხრათ ხა ზუსტად ისტორია აღარ მახსოვს ამის წარმოდობა გაიზარდა თუ არა ფაქტი იყო სიჩქარე ძალიან მოუმატა ეს იყო ერთადერთი მე მგონი ერთი ყველაზე დიდი რაც აიხეს მნიშვნელოვანი ცვლილება მაგრამ ამის შემდეგ აი რო წარმოვიდგინოთ რეგიონების რა რეგიონები შეუძლია შემოგთავაზოს ხო სინამდვილეში რეგიონების შემოთავაზებას ვიკეთებ და აქამდე ეს ხარბი ალგორითმი ამის შემდეგ ათქმენ და გაწუთნეს თვითონ ქსელი რომელმაც თვითონ შემოგთავაზოს ხარბი ალგორითმი მაგრამ ნეირონულმა ქსელმა შემოგთავაზოს რეგიონები თვითონ გითხრას რომ აი ამ რეგიონზე ეს არის ანუ პირდაპირ გაუშვათ ერთ ქსელში რომელიც შემოგთავაზებთ ან დაარქვეს მაგას RPN-ი ანუ რეგიონ პროპოზალ ნეტვორკი და იმან შემოგთავაზოს რეგიონები და მოდი კიდე რა ვქნათ იცი მოდი ცოტა განზომილება კიდე დავწიოთ და ჩვენ ხო გავიარეთ ხო პულინგის შრე რომ რაღაც მაქსიმუმის ამორჩევა რო ხდებოდა ხო კონვოლუციაში კონვოლუცია ცალკე იყო და ცალკე პულინგს აკეთებდნენ მაგალითად დადიოდნენ ეს ფანჯარით და მაქსიმუმს ამორჩევდნენ და მოდი ერთი თავი დავამატოთ ამ ჩვენს ნეირონულ ქსელს რომ თითოეული რეგიონი რასაც ამორჩევთ ამ რეგიონ პროპოზალს რო გავაკეთებთ იმას გავუკეთოთ დავიყვანოთ სულ ყველა ერთ იგივე ზომაზე მაქსიმალური პულინგით. მაგალითად, ყოველთ შემოგთავაზა რეგიონი აი ეს სადა ვარ. მაგალითად აი ეს რეგიონი შემოგთავაზა, ერთ-ერთი ჩემი შემოთავაზა რეგიონ პროპოზალმა, ნეირონულმა ქსელმა, რომელშიც შეუშვა ჩემი სურათი, შემოთავაზა ესეთი რეგიონი. 1 5 თქვათ 5 აი ეს არის ერთ-ერთი შემოთავაზებული რეგიონი. 5-4-ზე. და მინდა დავიყვანო 2-2-ზე. რა თქმა უნდა, 2-2-ზე ძალიან პატარა აქ უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებ. ნუ გავყოთ ახლა 5-2-ზე არ იყოფა, ამიტომ გავაკეთოთ მთელი გაყოფა 3-2-ზე დავყოთ. აქაც 5 მაქვს. ასე იყოს 5-4-ზე ბოდიში. ბოდიში ესე იყოს. გავყოთ ესე და მე გავყოთ 2-2-ზე, ხო, ესე. მივიღე 2 ცალი ნაწილი. აქაც მაქსიმუმი ამოვარჩიოთ რა არის ამაში მაქსიმუმი 0.85 აქაც მაქსიმუმი ამოვარჩიოთ 0.84 ხო მაქსიმუმ ეს პატარა ნაწილები ქვევითაც მაქსიმუმი რა არის აქ 0.79 აქაც მაქსიმუმი ამოვარჩიოთ რა არის აქ მაქსიმუმი 3-3-ში 0.88 97 ნახეთ აქ ყოფილობ 0.97
აქედან მივიღე საკმაოდ პატარა გრიდი 4-4-ზე. აქედანაც მივიღე 4-4-ზე. თქვათ მეორე რეგიონი აქ შემომთავაზა 5 თქვათ, ან აგერ შემომთავაზა თქვათ მეორე რეგიონი და ეს არის უმაგის შემოთავაზება თქვათ მეორე რეგიონი. აქ არის ესეც დავყავი ესე 4-4-ზე. ასე დავყავ. ხო? იმიტომ რომ 2-ზე არის ყოფა 3 და აქედანაც მაქსიმუმს ამოვირჩევ ხო 0.77, 0.96. 16 აქ იქნება 0.75 შენ გაყოფით რომ ზუსტად არ იყოფა 0.72 ნუ რა თქმა უნდა 2-2-ზე არ იქნება დაყოფა და ეს რეგიონიც ესეთი პატარა არ იქნება 2-2-ზე რეგიონში ვერაფერი ვერ მოთავსდება ნუ ალბათ ჩათვალეთ რომ მქონდა რაღაც რეგიონ პროპოზალი რეგიონის შემოთავაზება ნეირონული ქსელი უკვე ეს ჩემი თავდაპირველი სურათი შედის ნეირონულ ქსელში რომელიც მიბრუნებს თქვა 2000 წელ რეგიონს. ეს არის და ეს 2000 წელ რეგიონს, 2000 წელ ოთხეულს მიბრუნებს, რომელიც bounding box-ი ანუ ჩემ ჩარჩოს მიბრუნებს, რომელიც არის რეგიონი. ეს ქსელი გაწუთნილია იმის მიხედვით ობიექტების სადაც მაქვს. ხო წინასწარ კონტროლ. ეს უბრალოდ შემოთავაზებას მიკეთებს, რომ აი ეს ობიექტები მაქვს. რა თქმა უნდა ეს ერთიანად ვერ გაიწვდება ყველა ობიექტზე, უბრალოდ 2000 მიბრუნებს ზოგს ძალიან მაღალი ალბათობით, ზოგს ძალიან დაბალი ალბათობით. 2000 რეგიონს მიბრუნებს. ეხლა ამ 2000 რეგიონს და ეს 2000 რეგიონი მოერგება უფრო იმ გენს, სადაც მართლა მაქვს ობიექტი და არა იმ გენს, სადაც არ მაქვს ობიექტი. ხო ეს 2000 რეგიონი, სადაც აქ მექნება ბევრი რეგიონი. აი აქ მექნება ბევრი რეგიონი. აქ ასე არ მექნება ხა პატარა არის მაგრამ სიამოვნებაში შევიდა სურათი და დაამბრუნა თქვა 2000 წელი რეგიონის პროპოზალი და რომლებიც სადაც აი ყველაზე მეტი რეგიონები იქ არის სადაც მართლა მაქვს ობიექტი. სადაც მართლა მაქვს ეს ობიექტი იმის რეგიონებს უფრო დამეფრებს. და მე ავიღე და ამ რეგიონ პროპოზალს გავუკეთე ესეთი რაღაცა. გავუკეთე ეს ამას ქვია region of interest, ანუ საინტერესო რეგიონების პულინგი გავუკეთე და მეორე ნაწილში გავუშვი კიდე აი ესეთი 20 ნეირონული ქსელი დავადე. მოდი ამის თვალსაჩინოებისთვის აქ კიდე მაქვს faster RCNN-ი კარგად. აი region proposal-ი მაგალითად მომუშავოს ხო? აი ეს ROI პულინგი, ანუ ინტერესის რეგიონის პულინგი ხო? ამორჩევა გააკეთა ამისგან ცოტა ჩქარია. და უყურეთ ახლა გავაკეთე ესეთი რაღაცა. შევიდა კონვოლუციური შვეში. ეს არის მეორე ქსელი, რომელიც რეგიონების შემოთავაზებას მიკეთებს. დამიბრუნა ეს რეგიონები. მესამე პლუს ამ რეგიონ პროპოზალს აქით გავუკეთე ROI პულინგი, ანუ პული გავუკეთე ROI-ს და გავაკეთე ესეთი რაღაცა. კლასიფიკაცია და ასევე რეგრესია ამ ჩემი ჩარჩოების და აქაც კლასიფიკაცია და რეგრესია უკვე ROI პულინგზე. ერთზე კლასიფიკაცია და რეგრესია მაქვს. კლასიფიკაცია მაქვს არის თუ არა მართლა ამ რეგიონში რაღაცა საინტერესო. და რეგრესია უბრალოდ სად არის, აზუსტებს ამ რეგიონებს და მეორე კლასიფიკაცია უკვე ROI პულინგზე მეუბნება. რა არის? იმიტომ რომ არის თუ არა ერთია, რომ საერთოდ რეგეთი რეგიონი უნდა გადავაგდო. მეორე მეუბნება თუ არის, რა არის? რასაც წინასწარ განსაზღვრული კლასები ხომ აქვს, რაც კატას ვეძებს, ახსვეძებს თუ რას ვეძებს. კატა არის შიგნით ძაღლი არის თუ ვინ არის, ხო? ცხენი თუ ადამიანი. და მეორე ასევე უკვე აი ამ ROI-ს და აი ამ კონკრეტული ზომის, ხო, ყველა უკვე პროპოზალი რაც ჰქონდა შიგნით, რაც შემოთავაზება ჰქონდა რეგიონის, ყველა ეს ზომას დავიყვანი ამ პულით და იმაზე მიკეთებს უკვე რეგრესიას. აი ამ რეგრესიას რო გამიკეთებს, მე შევკრიბავ ამ ორ ცდომილებას და გავუშვებ გრადიენტულ დაშვებაზე. ეხლა ხვდებით რომ ეს მარტო ეს საკმარისი ხვდებით რომ მარტო აგერ მიხატია ესენი. აგერ მიხატია. მარტო ეს საკმარისი არ არის. ამიტომ მოიფიქრეს ესეთი რაღაცა, ანუ უყურეთ ერთი და იგივე ობიექტი შეიძლება იყოს, ხა ადამიანი შეიძლება იყოს, მაგალითად ადამიანი არის უფრო ჰორიზონტალურად, ხო, რაღაც ადამიანი შეიძლება იყოს ბოდიში. რაღაც სურათზე. ძირითადად თუ არის ადამიანი, ძირითადად მაგალითად ქუჩაში მოსიარულეებს ათვალებს. ძირითადად ადამიანი არის ჰორიზონტალურად, ხო? ზოგი ესეც არის ხო, ჩვენთან ხშირად ესე არიან ხოლმე ადამიანი. ყოთ. ადამიანი ძირითადად სურათზე მაინც ქუჩაში არის ჰორიზონტალურად. მანქანა ეხა მანქანა ასე ხო ვერ იქნება ჰორიზონტალურად.
მანქანა ესე არ არის. მანქანა ძირითადად არის ესე. ხო? მანქანის ან ესე, ან თუ წინიდან ჩანს მანქანა უფრო ესე, ხო? ესეთია, ხო? ესეთია და აქედან გამომდინარე, რახან ესეთია თვითონ მანქანა, რა დავხატ ახლა მანქანის გადაყვეთ. ყოველ შემთხვევაში, მაინც აი რაღაც ესეთი რაღაც იქნება. ყოველ შემთხვევაში, მანქანისთვის ესეთი ტიპის ბოქსები მჭირდება უფრო, შეიძლება ცოტა ფართი, მაგრამ ამისი სიგრძეში განისთან ფარდობა უფრო იქნება, აი მაგალითად 3 ტიპის ბოქსი რო ავიღოთ, ხო? ერთი ერთზე, რომელიც აი ესეთი კვადრატულია. და მაგალითად პოულობს რაღაც ქუჩაში თუ არის ვიღაცას მაგალითად ურიკათუნი აქვს ან რაღაც ფეხით მოსიარულეს ერთი ერთზე ან რაღაც მანქანას ესეთი რომელიც ესე ჩანს მარტო წვერი უჩანს კვადრატებს მეორე არის თქვათ სიგრძე სიგანისთან შეფარდება 2 ერთზე და 1 2-ზე ხო რაღაც ესეთი რო გქონდეს ერთი არის ესეთები ან ჰორიზონტალურები ესეთი ბოქსები მეორე არის ესეთი ბოქსები მოდი ახლა ესეთი ავიღოთ, აი ეს სინამდვილეში იყენებთ 9 ცალს ხოლმე. მარტო ესეთი კი არა, ავიღოთ პატარაც ესეთი 3 ტიპის. კვადრატი, ხო? ავიღოთ ესეთი პატარები უფრო 3 ტიპის ბოქსი და ავიღოთ ცოტა დიდი. ესეთი და ესეთი. აი ეს წინასწარ განსაზღვრული 9 ცალი ესეთი ბოქსი მაქვს ამ ხელა და ეს ბოქსები მოდი წინასწარ ავდგეთ და ამ ჩემს მონაცემს მოვარგო. აი მაგალითად აქ 2 ბოქსი რო ავიღოთ, ეს და ეს რომ მქონდეს სულ და მოვარგოთ. ეხლა როგორ მოვარგო, ხო? თვითონ ობიექტი სადაც მაქვს წინასწარ ხომ აქვს ბაზა მე, ანუ მიზნობრივი ცვლადები, სადაც იქცები და ეგრეკები მოცემული მაქვს, სადაც მაქვს ეს ობიექტი და რა ობიექტიც მაქვს. ესეთი ცდომილება გავაკეთოთ. მოდი 2 ცალი ბოქსი ერთმანეთს როგორ შევადაროთ, იცი? ვთქვათ, მაგ 1 ცალი ბოქსი. და მეორე ბოქსი, ვთქვათ, სხვა ფერის ავიღოთ. ავიღოთ მაგათი თანაკვეთა საერთოდ ნაწილი რაც არის და ავიღოთ მაგათი გაერთიანება. აბა როგორ შევადაროთ ერთმანეთს თქვენი აზრით? თანაკვეთა ავიღე და გაერთიანება რა შემიძლია გავაკეთო? როდის იქნება ახლოს ეს ბოქსი? ერთმანეთთან. თანაკვეთა ავიღოთ და ოდნავ გავადიდოთ, რომ ანუ room for mistake იყოს. და ანუ იგი იქნება ჩემი აზრით ყველაზე ახლოს, ანუ ოდნავ გადიდება. ხო, ანუ შეიძლება მაგალითად 5%-ით გავადიდოთ. როცა თანაკვეთა და გაერთიანება ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის. კია, რატო გავადიდოთ? როცა თანაკვეთა და გაერთიანება ერთმანეთს უდრის. რას ნიშნავს? ესე იგი ფაქტობრივად ერთი და იგივე ბოქსებია. და როდესაც თანაკვეთა ძალიან პატარაა და გაერთიანება ძალიან დიდი, ეგ ნიშნავს, რომ ოდნავაც კი არა ახლოსა და უფრო დაზუსტება მოგვიწევს. ოდნავაც არ არის ახლოს, თანაკვეთა და თანაკვეთა უფრო გაცილებით უფრო მცირეა, თქვა ვიდრე გაერთიანება. ან ეგ უფრო იმას ნიშნავს, რომ შეიძლება 2 სხვადასხვა ობიექტია. კი ბატონო. არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ მინდა 2 ბოქსი რამდენად ახლოს არის ერთმანეთთან შევადაროთ. თანაკვეთა შეფარდებული გაერთიანებაზე იყოს. კი ბატონო. მოდიში. Intersection over union. ნუ კიდე არის დაისი, დაიმახსოვრეთ ესეთი დაისი ცნობილება, რომ თანაკვეთა გაერთიანება ხა ეს რომ მქონდეს მე პიქსელ აღებული, ერთი ესეთი ობიექტი რომ მქონდეს. და მეორე ესეთი ობიექტი. ეს შემიძლია პიქსელაც გავაკეთო, ხო? ახლა პიქსელების რაოდენობა. ზუსტად ასე ავიღო პიქსელები, რაც საერთო აქვს ამათ. და ზუსტად ესე, on ბოქსების მაგალითად უკვე ეს ამაქვს, ხო, რაღაც სეგმენტები, სეგმენტის 1-ის თანაკვეთა სეგმენტი 2-თან. ეს არის ხო, მათ თანაკვეთა პიქსელ, просто ნახოთ საერთო აქვს, ზუსტად გავყო სეგმენტი 1-ის გაერთიანება სეგმენტი 2. ზუსტად ეს 2 არის 1-ის გამოიყენება სემანტიკურ სეგმენტაციაში და ეს გამოიყენება
ობიექტის დეტექციაში. თუ ეს წავიდა თანაკვეთის ფარდობა გაერთიანებასთან, თუ წავიდა 1-ისკენ, ესე იგი ეს ორი ობიექტი ერთმანეთს გავს, წავიდა 0-ისკენ, ესე იგი ეს ორი ბოქსი ერთმანეთთან ახლოს არ არის. ეხლა ავიღებ მე წინასწარ განსაზღვრულ ანკორ ბოქსებს 9 ცალი რაც მაქვს და ამ ობიექტს ხო წინასწარ მე ხომ მაქვს ამისი ბოქსი რაც არის ხო? ამის ბაუნდი ბოქსია ეს იქნება ხო? აქ იქნება რაღაც. გავიგებ და რომელსაც უფრო მაღალი ექნება ეს intersection over union-ი, ანუ თანაკვეთა გაერთიანებასთან, რომელსაც უფრო მაღალი ექნება, იმის ანკორს მივაბავ ამას. ეს ხო შემიძლია მე გავაკეთო, ნუ თქვათ მივაწერ ალბათობას ამ ანკორ ბოქსს. ანუ პირდაპირ მნიშვნელობად მივაწერ ამ რომელსაც მაღალი აქვს თანაკვეთა გაერთიანებას. და ვაიძულებ ჩემ ნეირონქსელს რომ ეს ანკორ ბოქსებიც მიწინასწარ მეტყოლოს, რომელი ანკორ ბოქსი შეუსაბამო რომელ ობიექტს. ანუ ეს მე გამიმარტივებს საქმეს ანკორ ბოქსის, ანუ წინასწარ აი ამ ბოქსის პოვნა, აქაც ხო ხედავთ აი ერთი ანკორი, მეორე ანკორი, ორი ცალი რომ გქონდეს. სულ ორი ცალი რომ გქონდეს ეს და ეს. ჩემ აი ეს წამოყევ ხა ყველა მონაცემებში და ადამიანებს ძირითადად ეს ანკორი შეესაბამა და მანქანებს ეს ანკორი, ხო და მე ჩემმა მოდელმა უკვე მითხრა რომ ეს ანკორია შენი ობიექტი და მე უკვე ამ ანკორიდან დავიწყებ რაფინირებას და აქვია იმას რეგრესიას ამ ჩემი იმგენის, თვითონ ამ ანკორი ბოქსის წერტილებიდან დავიწყებ რეგრესიას ჩემი ანკორი საბაზისო ჩარჩოს წერტილებიდან დავიწყებ რეგრესიას ჩემი ობიექტების. მანქანისთვისაც და ამისთვისაც. ანუ დავიწყებ, უყურეთ, საერთოდ ასე ხდება ხოლმე ამოფილტრა, რომელსაც ეს თანაკვეთა გაერთიანებაზე ანკორ ბოქს 0.7 აქვს, იმას ეძახიან. ეგ არის, ეგ ანკორ ბოქსია, ეგ ნიშნავს რომ მაგის ალბათობა, რომ იმ კონკრეტული ობიექტის ეგ არის, რომელსაც ნაკლები აქვს 0.3-ზე. ამბობენ რომ ეს არის ბექგრაუნდი, ანუ უკანა ფონის ანკორ ბოქსია და 0.7-მდე იმას საერთოდ როცა გაგიბრუნებს, იმას საერთოდ შლი არ აქვს ყურადღებას რა. ამით ხდება თითეული პიქსელზე შემიძლია მე 9 ცალი ესეთი ანკორ ბოქსი მოვაბა. 9 ცალი ქართულად თქვა საბაზისო ჩარჩო მოვაბა თითოეულ პიქსელზე. ოღონდ ამის მოგება ხდება ახლა მე რო სურათზე მოვარგა და სურათი მქონდეს 1024 ხო მილიონი ცალი 9 მილიონი ანკორ ბოქსის გაკეთება მინდა, მაგრამ არა მოდი ავიღებ უკვე როდესაც ნეირონქსელში გაივლის უკვე აი ზუსტად რაზეც მე ის გავუშვი რეგიონ პროპოზალი. აი უკვე ნეირონქსელში გავლილი იმაში გავაკეთებ ამ ჩემს ჩარჩოებს, ამ საბაზისო ჩარჩოებს იქ მოვაბავ და ნუ ახლა 50-50-ზე როცა მექნება ეს ჩემი ან 64-64-ზე რომ მექნება ეს ჩემი მახასიათებლების ნაწილი, ხო ნეირონქსელში რომ გაივლის ჩემი სურათი ეს მინდა იმიტომ ხატავ ხოლმე ბერსოეთ გონებაშიც რაღაცნაირად წარმოიდგინოთ ხოლმე, ხო გაივლის ამ ჩემი სურათი ნეირონქსელს ან თავიდან იყო ეს სურათი ნეირონქსელის მაგალითად ბოლოსში იქნება ესეთი რაღაც სინამდვილეში ბევრი იქნება, მაგრამ ნუ ვთქვათ შემიძლია შევკრიბო პროსტა. ან თავიდან თუ იყო დიდი სურათი, რამდენიმე შრის მერე, ან ვთქვათ კონვოლუციურ ქსელში, ხო, რამდენიმე შრის მერე შემცირდება, ხო, უბრალოდ სიღრმეში იზრდება. ბევრ მატრიცას მიკეთებს. ვნახეთ კონვოლუციური ფილტრები ხო გავიარეთ როგორ გააკეთებს. მერე კიდე და ბოლოს მექნება რაღაც მოვიდა. 40 მე მეგონა მარტო ესეთი დაგვიანება მე ვიცოდი ხოლმე, მაგრამ ძალიან აღგეს. აი 50-50-ზე ეს ხო შემიძლია უბრალოდ შევკრიბო პიქსელ. პროსტულად ერთ განზომილებაში მე სიმაღლეში შევკრიბო. ან გავასაშუალო. ყოველ შემთხვევაში დამიბრუნა ან ერთ-ერთზე კონვოლუცია გავატარა. ერთი წელი ფილტრი, ერთ-ერთი. ისინოვლეში აი ამათ წონად შეკრიბავს. ანუ მაქვს უკვე დავიყვანე ჩემი დიდი სურათი 50-50-ზე. ან 64-64-ზე. უფრო პატარაზე. აი აქ შემიძლია უკვე რომ თითოეულ პიქსელს ხო 2500 წელი ანკორ ბოქსი გავაკეთო. 9-ჯერ 2500 წელი. აღარ იქნება ეს იმხელა კატასტროფა რაც იყო. ან თქვათ ესე თითოეული 4-4-ისთვის გავაკეთო, ხო? კიდე უფრო ცოტა მომიწევს. ცოტა თითოეული 4-ულისთვის, ნუ ხო ცენტრისთვის გავაკეთო, რა 4-ში ცენტრი იქნება, თქვათ 5-5-ი ავიღო და ცენტრებისთვის ვაკეთო ესეთი ბოქსები. ან აქ ყოველ შემთხვევაში ყველა პიქსელისთვისაც შემიძლია გავაკეთო ანკორ ბოქსი API-არ დამიშავდება ეს ჩემი პროსტულად საბაზისო ჩარჩო. და მერე ესენი ხომა გაკეთებული. თვითონ უკვე სანამ გაწუთნას დავიწყებ
ამ ჩემი თანაკვეთა გაერთიანებით კონკრეტულ ბოქსს ხო შეუსაბამებ კონკრეტულ ობიექტს და მე უკვე ამაზე რო ვწვდნი ერთი თავი ამას მეუბნება რომ რომელი ბოქსი არის ამ ობიექტის და მე უკვე როდესაც პირველი პასუხი რომ დამიბრუნებს რომელი ბოქსია რომელი ობიექტის იმ ბოქსის სადღაც მეწერა იმ ბოქსის იმგენს გვერდების რეგრესიას ვაკეთებ რო შიგნით რა ობიექტია არის თუ არა ობიექტი და რეგრესია უკვე გაასწორებს ამ იმას რა ქვია ამ ბოქსიდან იწყებს რეგრესია ვიდრე მთელი სურათზე აკეთოს მიუხედავად ამისა ჩვენ ნახეთ რომ ორი ანკორ ბოქსები სინამდვილეში ბევრი ბოქსი იქნება ხო ერთ სურათზე ერთს არ დამიბრუნებს ერთ სურათისთვის შეიძლება რამდენიმე ანკორ ბოქსი დამიბრუნოს რამდენიმე საბაზრო ბოქსი დამიბრუნოს რამდენიმე ანუ თითოეულ სურათზე მე რამ მოდელი რამდენიმე პასუხს დამიბრუნებს სინამდვილეში მე ესეთი რაღაცა მექნება ანუ ამდენი კი უფრო მეტი მექნება რა სინამდვილეში რაღაც შეიძლება 2000 წელი დამიბრუნოს ბოქსი თითოეულ სურათზე და ეხლა მინდა რომ აქედან ესენი რაღაცნაირად დავამტივიზო ერთი ცალი მინდა ხო მე ერთი ცალი ჩარჩო მინდა დამიბრუნეს და ამისთვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული არამაქსიმალური გაფილტრა არამაქსიმალური ამოშლა შემცირება და როგორ კეთდება ეს თითოეული ბოქსი ხო აქვს თავისი რაღაც ალბათობა ხო თავისი როგორც თქვით ხო შეგით ობიექტი რამდენად დიდი ალბათობით არის ვიღებთ მაქსიმალური ალბათობისას და ამ მაქსიმალურ ალბათობაში აი ამ ბოქსთან რომელსაც დანარჩენ ბოქსებში ვისაც ყველაზე მაღალი ან ყველაზე მაქსიმალური ალბათობის ბოქსი ავიღებთ თქვა ხო ობიექტის და ეს არის ამასთან ვისაც აქვს მაგალითად 0.5-ზე მაღალი ეს ხო თანაკვეთა გაერთიანებასთან აი ეს ყველა შლით. იმიტომ რომ ფაქტიურად იგივე 0.5-ზე მაღალი აქვს ხო ესეთებია. ან ეს ამოდი ციკლით დავხატოთ. ამასთან რასაც აქვს ეს რო იყო ორიგინალი, ამასთან რასაც აქვს 0.5-ზე მაღალი ესენია. ესენი შემიძლია წავშალ. იმიტომ ფაქტიურად ერთმანეთს ხელს უშლიან. და რადგან ამას ყველაზე მეტი მოდელმა ამაზე ყველაზე მეტი ის მითხრა ხო, რომ მთელი რაღაცა 80 რაღაცა ამ ხელა რაღაცით მითხრა ხო, ალბათობით რომ აქ არის ეს ობიექტი, ეს ბოქსი, ამას ვანიჭებ მე უპირატესობას და ამასთან რაც არის მე ახლომახლოს 0.5-ზე მეტი, რომელსაც აქ თანაკვეთა გაერთიანებასთან იმას შვი. ერთხელ გავაკეთებ, მე მეორედ გავაკეთებ, ხო? მე მესამედ. თუმცა ამას საქსალკე ვაკეთებ ყველა ბოქსისთვის და ყველა ობიექტისთვის. იმიტომ რომ მე შეიძლება ახლომახლოს ორი ადამიანი მყავდეს და ეს ერთი ადამიანის არის, მეორე ადამიანის არის, უნდა ამერიოს ერთმანეთს. საქსალკე ვაკეთებ და ამას მოვყვები იტერაციულად, რეკურსიულად. და აქედან ვამცირებ და ვტოვებ ბოლოს იმ გენს რაც მჭირდება აქ ერთი სურათისთვის, აქაც ახლა ორი ადამიანია, ესე რა რაღაცები შეიძლება ახლოს იყოს, მაგრამ ის სახეზე მაგალითად გასწორება. მე ხვდები რომ აქ სხვა ცენტრი აქ აღებული ადამიანისთვის სხვა ადგილას არის. ერთმანეთზე ორი ადამიანი და ახლოს თუ არის ერთმანეთთან რაღაცა მიშალოს და ერთ ბოქსში არ მომიქციოს ერთ ჩარჩოში არ მომიქციოს. ყოველ შემთხვევაში არსენენის ოჯახმა ესეთი ევოლუცია გაიარა. ჯერ იყო არსენენი, რომელსაც ჰქონდა ეგრეთ წოდებული შერჩევითი ძებნის ალგორითმი აკეთებდა 2000 წელს შემოთავაზებას, ანუ პროპოზალს, მერე თითოეულზე იყო ნეირონუქსელი მორგებული, სადაც SVM აკეთებდა კლასიფიკაციას, არის თუ არა ობიექტი, ან რა ობიექტია თუნდაც კლასიფიკაციას არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ობიექტი, ან ცალკე კიდე მულტიკლასიფიკაციას და მეორე აკეთებდა ამ ჩარჩოს კოორდინატების რეგრესიას. მერე გააკეთეს რომ ეს selective search გააკეთეს მე მგონი ხო ამ region of interest რაც არის ხო ამ როი პულინგი გააკეთეს faster CNN-შივე ჩადეს ჯერ გააკეთეს region პროპოზალი უკვე მახასიათებლებზე ანუ რეგიონის შემოთავაზებას აი selective search-ს ანუ ამ შერჩევითი ძებნას აკეთებდა უკვე რომელიმე neural cell-ში გავლილ მოდელზე ანუ დაბალ განზომილებაში დაბალი სიგრძე და სიგანე ქონდა ანუ მახასიათებლებზე აკეთებდა უკვე neural cell-ში გაივლიდა როგორც ის იქ გავაკეთეთ anchor box-ებისთვის სხვა charge box-ებისთვის აქაც რომ გაივლიდა ეს ჩემი დიდი სურათი ამაზე selective search-ისთვის ამაზე შერჩევითი ძებნისთვის ჯობდა გაიარა ამას უკვე აი ამ neural cell-ში დააბრუნებდა რაღაც პატარას შედარებით და ამაზე უშვებდნენ რამაც ააჩქარა და ასევე როი პულინგს უკეთებდნენ
და შემდეგ უკვე მოარგეს, შემდეგ მესამე ეტაპი იყო, რომ უკვე მოდი, იცი რა ვქნათ, ამაზე კი არ გაუშვათ ეს შერჩევითი ზებნა. თვითონ ნეირონმაქსებმა შემომთავაზოს პროპოზალები, ისე გავწუთნათ ნეირონმაქსებმა, იმან შემომთავაზოს ეს რეგიონები. რეგიონების შემოთავაზება გამიკეთოს ნეირონმაქსებმა და მერე გაუშვათ ისე როიპულინგი და საცალკე თავები, რომელიც კლასიფიკაციას და რეგრესიას გაუკეთებს, მერე ამას ჩავამატოთ, მე მგონი ფასტერარსინიაში გაუკეთეს ეს საბაზისო ჩარჩოები, ეგრეთ წოდებული ენკორბოქსები, რაღაც ააჩქარა, იმიტომ რომ უკვე წინასწარ ვიცი მე რაღაცები ამოფილტრული მაქვს და კარგი საწყისი მაქვს, საიდანაც შემიძლია რეგრესია გაუშვა რეგიონების და პლუს როდეს ახლოს არის ობიექტები, ორი ძალიან კორბოქსი რომ მოერგება, ორი ძალიან საბაზისო ჩარჩო რომ მოერგება, ეს ორი ახლო ობიექტი რომ არ ამერიოს ერთმანეთში ერთ ობიექტად არ ჩავთვალოთ და მე გავუშვათ უკვე ეს უკვე დააგენერებდა ბევრ ცალ ჩარჩოს მომცემდა პასუხს და ამაზე მე გავუშვათ არამაქსიმალური ფილტრი და აი ეგრეთ წოდებული non-max suppression-ი NMS-ი და ამით ამოფილტრო და დავტოვო მხოლოდ ისინი რაც მე მჭირდა, რაც რასაც მაყავს მაღალი ისა აქვს კონფიდენციალობა და მას მაღალი ალბათობა აქვს და რაც იმასთან ძალიან ახლოს არის, ისინი მოვაშორე. ეს იყო ორ საფეხურიანი დეტექტორი, რომელსაც მაღალი სიზუსტე ჰქონდა, ცალკე იყო პროპოზალების ან შემოთავაზების ნეირონქსელი და კლასიფიკაციის საფეხური. ну, ცოტა ნელი, რა თქმა უნდა, ნელია დაკვირვებისთვის, საკმაოდ მძიმეა ეს ობიექტი და პატარა ობიექტებზე კარგად ხუშაობს. ну, ეხლა YOLO და SSD-ს პირველად იყო რომ რეალურ დროში აკეთებდა დაკვირვებას. ერთიანად ხდებოდა ლოკალიზაცია და კლასიფიკაცია და ეს ყველაფერი ხდებოდა ერთ გაშვებაში, არ ჰქონდა ცალკე ეს პროპოზალის ქსელი და იმის ქსელი ერთი ქსელი იყო და ერთი პასუხი ჰქონდა და ერთ პასუხს ხდებოდა გაწვნა. და ამასაც ასევე ჰქონდა გრიდზე დაფუძნებული, ანუ პატარ-პატარა ნაწილებზე დაფუძნებული თავისი ეგრეთ წოდებული საბაზისო მე მგონი ის მეორეში დაუმატეს ეს საბაზისო ჩარჩოები, ეგრეთ წოდებული ენკორბოქსები და ნუ პატარა ობიექტებზე YOLO-ს პირველი პრობლემა და SSD-ს თუ არ ვცდები და SSD საკმაოდ სუსტი იყო YOLO-სთან შედარებით, რაღაც თითქოს ვერ შეიმჩნევს ქსელი მე მგონი. ჩემი სუბიექტური აზრით. ოშოც ჩქარი იყო და თავის პლუსი ჰქონდა ამასაც და თავის რაღაც გაუმჯობესება ჰქონდა და ნუ ძალიან უჭი პატარა ობიექტების დეტექციაში საკმაოდ სუსტი იყო. თუმცა ეხლა გააჩნია წამოცანებისთვის YOLO მისწრება იყო, ძალიან კარგი მოდელი იყო. თუმცა დღესდღეობით მე ნუ გაუმჯობესება მოხდა ეგრეთ წოდებული მახასიათებლების პირამიდის ქსელები გაკეთა, რომელსაც თქვენ გაივლით და ეხლა მაგას უკვე იყენებენ RCNN-შიც კი, მაგრამ ამას მე თქვენ ცალკე გაივლით, როდესაც ალბათ ერთ ეტაპიან დეტექციებს გააკეთებთ. და ნახავთ, არ ვიცი რამდენად ნახავთ, მაგრამ არსებობს უკვე ტრანსფორმერზე დაფუძნებული დეტექციების ტეტრი, რომელიც დინოზე არის დაფუძნებული. და რომელსაც აღარ ჭირდება არამაქსიმალურის ამოფილტრა ხო NMS-ი აღარ ჭირდება ეგრეთ წოდებული non-max suppression-ები და არის ახლა ასევე ეგრეთ წოდებული აი ამ საბაზისო ჩარჩოების ან კორბოქსების გარეშე მოდელებიც ხო ეგრეთ ცენტერნეტი და FCOS-ი მეც არ ვიცი რომელია ეს ქსელი, მაგრამ ნუ არის ახლა დღესდღეობით. და რა ვიცი კიდე მინდოდა რაღაცა მეჩვენებინა ცოტა ჩავხედო რა მინდოდა თქვენთვის კიდე მეჩვენებინა. აი რეტინას არ ვიცი გაივლით თუ არა რომ გაიგოთ მახასიათებლების პირამიდა როგორ მუშაობს, ან თქვენ წარმოიდგინეთ რომ ნეირონული ქსელი მქონდეს, მოდი ორი სიტყვით გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ მე მივდივარ წარმოიდგინეთ ეს თითოეულ შრეზე ხო მე მატება ხო ეს მახასიათებლები ხო მიკეთდება თქვა კონვოლუციური შემთხვევაში მიკეთდება კონვოლუციური ფილტრები რო გაივლის ეგრეთ წოდებული მახასიათებლების მეფს ეძახიან რუკას მაგალითად ხო თითოეულ შრეზე ემატება და ემატება სიღრმეში იმატებს და თქვა სიგზეში იკლებს ხო როგორც ვილაპარაკეთ ახლა წარმოიდგინეთ მე რომ მეორე ქსელი გავაკეთო ეგრეთ წოდებული დეკოდერი ქსელი რომელიც პირიქით გაზრდის ამ ჩემ ბოლო შრიდან ან ბოლო რუკიდან აი ბოლო მახასიათებლებიდან პირიქით წაიყვანს პროცესს რა თქმა უნდა წონადი პროცესია წონადი პარამეტრებით წაიყვანს პირიქით გაზრდის მაგრამ სანამ გაზრდის შუაში კიდე
რომ გაიზრდება თქვა პირველი upscaling-ი რომ მოხდება ხო პირველი გაზდა რომ მოხდება ავიღოთ და იმ შესაბამისი განზომილება რომ მიუმატოთ შუაში. წინა სანამ encoding-ი ხდებოდა ქვევით რომ მოდიოდა განზომილება, იმიტომ რომ აქ რაღაც ინფორმაცია არის შენახული და ეს მიუმატოთ აქ. და თქვა შევკრიბოთ. მე unit-ში ისწავლით რომ კი არ მიუმატებთ, უბრალოდ ერთმანეთს შეგიძლიათ დაადოთ ეს. ну ყოველ შემთხვევაში მე მგონი მახასიათებლების პირამიდეს ცალკე გაივლით აღარ მინდა ამაზე ბევრი ვილაპარაკო. ყოველ შემთხვევაში მახასიათებლების პირამიდები ამაშიც დამატებულია. RCN-შიც დაამატეს და საკმაოდ გააუმჯობესა. ყოველ შემთხვევაში კი არა, ძირითადად მე მგონი ეს მინდოდა რაც მინდოდა რომ მეთქვა. და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, გამისვათ კითხვები და პირველ რიგში მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან დამაბნეველი ხო არ იყო ხო მას ვეცადე რომ ამ მოდელებში შეიძლება კიდევ უფრო დიდი ან რამდენიმე ლექცია მივუძმა რომ ეს მოდელები კარგად გაიგონ, მაგრამ ისე არაფერი არ გამოგივათ თუ თქვენ თვითონაც წაიკითხეთ ან რაღაც თუ მაინც სტატიას არ ჩაყევით, ხო შეგიძლიათ რომელიმე ბლოგ პოსტი წაიკითხოთ, სადაც კარგად არის აღწერილი ჩვეულებრივ ენაზე, არ ვეძებთ იმ დღეს ამ ბლოგ პოსტებს. სადაც რაღაცები ვიპოვე და გაგიზიარებთ რომ წაიკითხოთ. სად არის? დიახ, გისმენთ. ეგ პრეზენტაციას ჩაგდებ, ანუ ზუსტად ანუ საბოლოო აზრი ვერ ჩამოვიყალიბე, ანუ single shot-ი როგორ მუშაობს საბოლოო. single shot-ზე ცალკე გექნებათ ლექცია. ანუ ახლაც ხო ცოტა ვილაპარაკეთ და ხო. ეხლა შეგამზადეთ ესე ვთქვათ და ხომ დაიწოდეთ რომ განსხვავება არსებობს და რატო არის RCN-ის. რო ვეძახი ხო ორიმიანია თქო ხო ეტაპიანი ხო ორ ეტაპიანი რო ვიძახი ადამიან ხო იკითხოს ერთ ეტაპიანი არსებობს თუ სამ ეტაპიანი არსებობს თუ განსხვავება მაგას ცალკე გეკნებათ ლექცია YOLO-ზე და SSD-ზე და იქ კარგად აგიხსერენ და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ეს კვირის წერაში შევა? ანუ წერაში რა, ანუ წერაა რა, მაგრამ ანუ როგორ ეს არ ვიცი მარტო ჩემთან არ არის, მე არ უყურებ კვირის წერებს და ესე კარგად არ ვიცი ხა შევა თუ არ შევა. ხო, ანუ თვითონ ამაზე არ ვიცი რამდენად მოვასწრებ კვირამდე გარჩევას, იმიტომ რომ ბევრი წინა თემებიც გასარჩევი მაქვს, ანუ ჩემთან გასაწუთნილი და არ ვიცი რამდენად მოვასწრებ და მაგიტო ვიკითხე. ხო, არ ვიცი, მაგას მე 11 ლექციამდე იქნება ყველაფერი. ისენი არ შეგვიძლია. ხო, მე ჩაწერდი ერთი წამი მეგობრებო ჩანაწერს მოვჭე, იმიტომ რომ სხვა თემას ვიხებით. ჩანაწერს ცოტა ხანი გავაჩერებ და მოკლედ აქ ახლა პატარა ნოუთბუქი არის გამზადებული, რომელსაც გაგიზიარებთ, რომ გავაკეთოთ ობიექტების დეტექციაზე გაწვნა პირდაპირ PyTorch-ის ბიბლიოთეკიდან. დავარესტარტოთ კერნელი. ну, ეხლა ინსტალაციისთვის აქ ვთქვათ, შეგიძლიათ გააკეთოთ ინსტალაცია, გააკეთოთ PyTorch-ის ეს მოხსნათ და გააკეთოთ ინსტალაცია, მაგრამ გირჩევთ რომ UV გამოიყენოთ, ან pip გამოიყენოთ პირდაპირ, ან ვირტუალურ გარემოში ვქნათ მე UV-ის მაკის გაშვებული. შემოვიტანოთ ეხლა ბიბლიოთეკები, რომელი ბიბლიოთეკებიც გვჭირდება, გარდა იმისა, რომ ფასლები ახლა ჩვეულებრივად დირექტორიები რომ შევქმნათ და მივითითოთ, რომელი დირექტორიები გვჭირდება, NumPy რა თქმა უნდა, როგორც მატრიცას რო შევხედოთ და მატრიცებზე ვიმუშაოთ, ასევე მე დეტექციის დროს რო დავხატოთ ეს ბოქსები, Torch Vision-ი, ანუ Torch-ის ბიბლიოთეკის ესე ვთქვათ გაფართოება ან ცალკე რეპოზიტორია, რომელიც ფოკუსირებულია სახით ამოცნობის და კომპიუტერული ხედვის ამოცანებზე. ტრანსფორმაციებზე და აუგმენტაციებზე არ გვილაპარაკია, უბრალოდ აქ დამატებულია, კარგი იქნება თუ ჩახედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გაწვლის დროს სურათებს ადრე 2D სიტყვით შევეხეთ, რომ რაღაც პატარ-პატარა ცვლილებები გავაკეთოთ სურათებში, რაც უფრო გაზრდის სიზუსტეს ჩვენი მოდელის და შეამცირებს გადასწავლის ალბათობას, უფრო შეამცირებს ჩვენი მოდელის
ვარიანტს, ხო ვარიაციას უფრო ზუსტი იქნება განზოგადების შემთხვევაში, ხო უფრო განაზოგადებს და ისეთ მონაცემებზე რაც ავინახავს, კარგი წარმატება იქნება. ნახოთ რა მოწყობილობაზე გავუშვათ, ეხლა ჩემ შემთხვევაში MPS-ზე უშვებს, ამას თუ სასურველია რომ გავუშვათ ეს MPS-ი, იმიტომ რომ არც გაიშვება ეხლა უბრალოდ ძალიან დიდი ხანი მომდება კაცნას ჩვენ უბრალოდ საჩვენებლად სამაგალითოდ გავაკეთოთ. სასურველია რომ ეს აიტანოთ და გავუშვათ კოლაპსზე, ან რომელიმე მოწყობილობაზე, სადაც GPU არის, რომელიმე cloud-ზე და მოდი ჩვენი data ჩამოვტვირთოთ, აქ პატარა შეცდომა აქვს, მე უკვე ჩამოვტვირთული მაქვს და კარგია რომ ეს შეცდომა თქვენ გაასწოროთ. ბოდიში ფისულ გვიშლის ხელსმშრომლობაში, ახლა მე ჩამოვტვირთული მაქვს ეს მონაცემი, ეს არის ფირტვენციულების დეტექციის მონაცემთა ბაზა და ავიღოთ ეს დეტექციის ბაზა და აქ სემანტიკური სეგმენტაციაც არის, მას გასაც აკეთებს და თქვა ადამიანებს პოულობს სურათებზე და ამაზე მინდა რომ გავწოდოთ ჩვენი მოდელი. გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული დატასეტი, ხო? დატასეტი რაც აუცილებელია PyTorch-ში. ეს არის უბრალოდ სურათი, რო წაიკითხოს. და PyTorch-ის პირდაპირ აქვს სურათის წამკითხველი, პირდაპირ სურათის მისამართიდან. და აქ უბრალოდ ტოვებს სამ არხს, ხო, სიგრძე სიგანეს და სიღრმეს სურათის RGB-ს, იმიტომ რომ ზოგიერთ შეიძლება დამატებითი კონტეს ალფა არხი მაგალითად და აშორებს ამას, ეს არის აუცილებელი. მასკა ჩვენ არ გვჭირდება ობიექტის, დიახ, გისმენთ. ალბომას აქ ანუ რა აზრი ექნებოდა, ანუ ალფა მასკი რომ ექნებოდა იმიჯს, ანუ რა აზრით ექნებოდა, რომ ანუ რას აღნიშნავდა? ეს ხო არიცი რა სურათებია. ჩვენ შემთხვევაში RGB სურათია. ხო შეიძლება მაგალითად რაღაცა შეიძლება. ხო შეიძლება მაგალითად ანუ ალფა მასკით ხო შეიძლება მაგალითად რომ იქნებ ანუ კიდევ რაღაც ანუ სეგმენტაცია მაგით არის გაკეთებული ან რამე არა, სეგმენტაციაში ცალკე გვაქვს. აქ ცალკე გვაქვს სეგმენტები. კი, ან ცოტა ანოტაცია ჩვენება, იმიტომ რომ თუ ალფა მასკით და ნიშნულობით ექნებოდა რაღაც. არ იგულისხმება აქ ალფა მასკი აქვს, უბრალოდ იგულისხმება შემთხვევით რომ თქვენ დატასეტს ჩამოტვირთავთ, შემთხვევით კონდეს კიდე დამატებითი განზომილება აქვს ხოლმე სურათებს. მართალი გითხრათ ეს ახლა მათი ხა რომელი რა არის შემთხვევაში ასეთი არც გვინდა, ჩვენ გვჭირდება მარტო RGB სურათები, იმიტომ რომ თნით რომ თვითონ ნეირონი ქსელი იღებს RGB სურათს და არა აქვს მეტი არაფერი. მაშინ შემავალი წინასწარ განსაზღვრული განზომილება უნდა გავზარდოთ და მეოთხე დავუმატოთ სიღრმე და არ გვჭირდება ამ შემთხვევაში. ეს არის ზუსტად ჩვენი ანოტაციები, ეს არის ჩვენი მიზნობრივი ცვლადები. ეს არის მასკები. აქ უბრალოდ არ ჩანს ეს იმაში რომ ჩავტვირთოთ გამოჩნდება, იმიტომ რომ უკვე ნორმალიზებულია როგორც ჩანს და ეს არის თვითონ სურათები. პატარა 150 წელს სურათია, უბრალოდ საჩვენებლად გავაკეთე. ანუ RGB სურათია სულ ყველა. შეგვიძლია ვნახოთ თვითონ სურათის ტიპი. აქ განზომილება ჩავტვირთოთ ერთ-ერთი სურათი მაგალითად. ბოდიში შევკვნახოთ. 536-559 ანუ სამ განზომილებიანია და დიაპა ეს ვნახოთ. წავაკითხოთ აბა ჩვენი სურათით და რას წაიკითხავს. და რა თქონდა სურათის მისამართი, დავუშვათ სურათის მისამართი, აბა წავაკითხოთ და რას დაგვიბრუნებს, უკვე ტორჩის ტენზორს დაგვიბრუნებს და აი ამის შეიპი რომ ვნახოთ უკვე ამის მგონი უკვე აი ხო ხედავთ წინ ტორჩი საერთოდ ესეა წინიდან იღებს პირველი არის ყოველთვის სიღრმე. მე მგონი სიმაღლის სიგრძე. სიმაღლის სიგანე უფრო სწორად.
ამ შემთხვევაში არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლიათ ეს ნაწილი მოაშოროთ, ამას კი არა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავის დაწყვეტა მეტი არაფერი ფოტოებს. ეს არის სლაისინგი ხო, მოჭრა არის ხო ჩვენი მატრიცის ტენსორის ან ვექტორის და დატოვებს პირველ სამს სიღრმეს. იმიტომ პირველი განზომილება სიმაღლეა. სიღრმეა. და პირველ სამს დატოვებს მეოთხე რო კონდეს აღარ გამოიყენებს. აი ეს მასკები ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ამ შემთხვევაში ბოქსი. და x მინიმუმი და x მაქსიმუმი, x მინიმუმი, x მაქსიმუმი, y მინიმუმი, y მაქსიმუმი, ეს არის ორი წერტილი, მარჯვენა და მარცხენა კიდურეს ქვედა და კიდურეს ზედა წერტილი გვჭირდება და საკმარისია უკვე რომ მართკუთხედი ავაგოთ, ხო? ბოქსი გვაქვს რა ტიპია ამ ბოქსში თვითონ? ნუ ფართობი გვაქვს, იმიჯის ID გვაქვს და გვაქვს ლეიბლი, ხო რა არის, ვინ არის ამ ბოქსში. და ეს არის ჩვენი ტარგეტი. ესეთი ასოცირებული მასივია ჩვენი მიზნობრივი ცვლადი. აი ამას დააბრუნებს ჩვენი დატასეტი. ტრანსფორმაცია. ნუ აქ უბრალოდ შებრუნებას აკეთებს, მთელი 5 ალბათობით ჰორიზონტალურ შემოტრიალებას გაგიკეთებთ სურათის. გაწვდის პროცესში და ფასლები ხსარდა გვაქვს აქ ფასლები გამოყენებული. აქ ჭირდება მეყვარს ხოლმე ამის ცალკე შემოტანა ფასლების. ესე გავაკეთოთ. დევსად გვაქვს გამოყენებული. ჩეკპოინტი სადაც უნდა გავაკეთოთ, რაკაც აქ ჭირდება. აბა ვნახოთ კიდე სად გვაქვს. აი აქაც 5 მინუტი თქო, ხო ესეც არ ჭირდება. აბა ვნახოთ ახლა. ჩავტვირთოთ ჩვენი დატა და მოდი აბა ვნახოთ ახლა დატასეტში. დატასეტ ფულში მაგალითად რა გვაქვს ნულოვანი ობიექტი, ხო? არის ზუსტად ჩვენი სურათი, ტენზორის სახით უკვე ბოქსები, რაც არის შიგნით, ლეიბლები, ანუ ცნობილში ბინარული გვაქვს არის თუ არა ადამიანი, ხო? image ID გვაქვს, არია და ესენი აღარ გვჭირდება. ეს ორი არ გვჭირდება, ეს ორი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ავიღოთ RCNN-ი, ორი ცალი კლასი გვაქვს, background-ი გვაქვს და პედესტრიანი ხო არის, ფეხით მოსიარულე თუ არ არის ფეხით მოსიარულე. და ვიღებთ ფიჩა პირამიდით აქვთ ამათ აღებული, ამას მე გავივლით ამ მახასიათებლების პირამიდას და რეზნეტს ავიღებთ გაცნობს image-ზე. და ამ თვითონ torch vision-ს პირდაპირ აქვს fast RCNN პრედიქტორი. აი წონებში მითითებული აქვს faster RCNN-ი ResNet 50 მახასიათებლების პირამიდით მეორე ვერსიის წონებით და ეს მახასიათებლების პირამიდა მერე დაამატეს RCNN-ების ოჯახში და მახასიათებლების პირამიდას მე რო გაივლით იქვე ნახოთ დეკოდერებს რო გაივლით კარგად მე გაივლით მახასიათებლების პირამიდას და ახლა შეგიძლიათ უბრალოდ მიუთითოთ რომ ამ მოდელის წონები ჩავტვირთოს. ხო და უბრალოდ აქ აი აქაც როის თავში და box predictor-ში მითითებულია რამდენი კლასი იქნება. შევცვალეთ კლასების რაოდენობა, ორი ცალი კლასი გვაქვს. კიდე რა გავაკეთეთ ჩვენ ხო თავი შევუცვალეთ სინამდვილეში ხო? მე ვთითეთ რომ დაუტოვეთ შემავალი მახასიათებლების რაოდენობა იგივე და უბრალოდ მიუთითეთ რომ ორი კლასი გვექნება გამომავალი. აქ ოპტიმიზატორს მიუთითეთ რომელი პარამეტრები უნდა გაიცნოს. რომელს ჭირდება გრადიენტი. მიუთითეთ ეს პარამეტრები ოპტიმიზატორს, ეს არის სტოქასტიკური გრადიენტული დაშვების ოპტიმიზატორი, სტოქასტიკური გრადიენტული დაშვება იმედია გავლილი გაქვთ. მე შეგიძლიათ უკვე სხვა ოპტიმიზატორი გამოიყენოთ, მაგალითად ადამიანის ოპტიმიზატორი წონების გადახრით. ამას აქვს თავის წონის გადახრა, რეგულარიზაცია, ლორი რეგულარიზაცია და მომენტუმი აქ მითითებულია გრადიენტული დაშვება მომენტით გააკეთოს, ანუ იმის მაგალითად რომ გრადიენტულმა დაშვებამ ძალიან
ვილაპარაკეთ ხო მომენტზე წინაზე ცოტა თქვით ორიოდე სიტყვით ხო ვიდრე მელა და ეშვას ახლა ხო და წამოვიდეს ესე ხო გრადიენტი შეგვიძლია რაღაც ნაწილებზე შევამოკლოთ ეს გზა და გრადიენტული დაშვება უფრო ჩქარა გავაკეთოთ ამაზე მე არ ვიცი თქვენ ჩვენ ვილაპარაკეთ თუ არა ყოველ შემთხვევაში სტოქასტური გრადიენტული დაშვება გაკმექნებული შეგიძლია თქვენ თვითონ მე სხვა ოპტიმიზატორი გავუკეთოთ მაგალითად გიორგი ოკეი, აქ რო ვკითხულობ, ანუ ბევრგან ხდება, ანუ SGD-ს რომ ხვარობენ ადამიანის მაგივრად და ანუ ადამი უფრო უკეთესია რა, ანუ თვითონ იმპრუმენტია რა SGD-ს. ადამი არის ადამამდე რამდენიმე გასწორება ქონდა მომენტების აღება, სტატისტიკური მომენტების სიგზეს და სიგანის გზივი და განივი მომენტები, ან პირველი და მეორე რიგის მომენტები ქონდათ აღებული, მაგრამ სტოქასტური გრადიენტული დაშვება გარანტიას გაძლევს, რომ კრებადობა მოხდება კარგ წერტილში და ეს არ გაძლევს მაგის გარანტიას. შენ თუ გაქვს დრო, შეგიძლია სტოქასტური გრადიენტული დაშვებით გაუშვა და წარმატება ფაქტობრივად ერთნაირი ექნება, მაგრამ გარანტირებულად გექნება დაშვება. ნელი შედარებით, მაგრამ მომენტით თუ გაქვს სტოქასტური გრადიენტული დაშვება, მით უმეტეს 150 სურათი გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს ხა მილიონობით სურათი და მაგრამ ექსპერიმენტია დამოკიდებული, თქვენ უნდა შეცვალოთ და რამდენიმე ოპტიმიზატორი ცადოთ აბა და რამდენიმე ოპტიმიზატორიც იმუშავებს კარგად, ხო? ანუ ესე იგი SGD უფრო ცუდი არის, მაგრამ ანუ კრებადობა სწრაფად ეშვება. პირიქით ნელია, მაგრამ უფრო მეტი ზუსტია. კარგით, გაიარეთ ოპტიმიზატორები? გავიარეთ და იქ უბრალოდ გვითხრას, რომ ანუ ადამიანდაბლი ვეხმარეთ თითქმის ყოველთვის, რომ ანუ ადამი ძირითადად უკეთესია SGD-ზე. ვიდეოც იყო ჩაგდებული, რომ ანუ იქაც და ის ადამიანი მიცახდა და ამ ყველაფერს, რომ SGD-ზე უკეთესი ადამი არისო. კი უფრო ჩქარია, გაცილებით უფრო ჩქარია, გაცილებით უფრო ხო, სიგანის და სიგზეში ორივე მხარეს აქვს, ხო, ანუ არა მარტო აქით მიდის, ანუ ჩვენ რო გაქვს გრადიენტული დაშვება, ესე უხეშად რო ახსნათ, რო გაქვს ესეთი რაღაცა, ხო მიდიხარ, ერთი თუ ამ სიჩქარეს უმატებს სამაგიეროდ ეს გვერდებს იაკეს, ამაც და ამაც შორის იღებს და საუკეთესო დაშვებას, ანუ შენ რო გაქვს ესეთი ჩასასვლელი, თქვათ რაღაც ხო ზედაპირი, ფაქტიურად მარტო ესე კი არა, აქითაც რომ მიდიხარ, ამათ შორის იღებს და ორივე მხრივ დაშვებას ასწრაფებს. მაგრამ ნუ ეხლა სტოქასტური გრადიენტული დაშვება პირდაპირ მომენტით შეიძლება ნელა წავიდეს, მაგრამ რაღაც კარგი პლატოებს არ გადაახტეს ესე უხეშად რომ. თუმცა ნუ ეხლა თქვენ შემთხვევაში შეგიძლიათ ადამი გამოიყენოთ. ნუ ძირითადად დიდ მონაცემს ამ შემთხვევაში სტოქასტური გრადიენტული დაშვებას იმუშავებს, თორე ძირითადად დიდ მონაცემებზე რა თქმა უნდა ადამი ჯობია გამოიყენოთ, იმიტომ რომ იქ ალბათობა რომ პლატოზე უფრო კიდევ უფრო კარგი პლატოს ან ერთ იგივე კარგი პლატო სხვადასხვა ადგილას იქნება, ერთი იგივე სიზუსტის კარგი პლატო ან ერთი იგივე დონეზე უხეშად რო თქვა კარგი პლატო უფრო დიდია. აქედან გამომდინარე არ არის აუცილებელი ეს კი გაუშვა, შეგიძლიათ დახვეწილი და ჩქარი ოპტიმიზატორი გაუშვათ და სიამოვნებაში ოპტიმიზატორი ძალიან ბევრია რო იცოდეთ. ძალიან ბევრია მძიმებისთვის პრობლემა ქვია მაგას და უამრავი არსებობს ოპტიმიზატორი, მაგრამ ეს კიდე იყო ეს კიდეს მერე დამავიწყდა რა ერქვა სახელი გამავიწყდა რა ერქვა შემდეგი რაც ადამიანამდე პირველი რიგის მომენტებს რო ითვლიდნენ და მერე მეორე რიგის მომენტებს რო გადავიდნენ უკვე ადამი იყო ეს კიდეს ანუ ეს კიდე მომენტით პლუს კიდე ის მეორეს ამ ორივეს ერთად შეწყმა იყო. კი მახსოვს იმ ვიდეოშიც რაღაცას თქვა მაგაზე. მახსოვს მავიწყდა სახელი არა და მოთხოვნებაში დაამპოპულარული. ანუ ერეს პროპი ქვია მე მგონი. პირველი რიგის მომენტების ანუ და მეორე ხარისხის მეორე რიგის მომენტს რო პოულობს და მეორე მომენტის და მეორე ხარისხის მომენტის ამ ორი შეწყნარი უკვე ადამი. ადამი მე წონის გადახრით ანუ რეგულარიზაციით არის გამოყენებული და უამრავი ოპტიმიზატორი უბრალოდ ისინი არის რომლებიც მუშაობს ძალიან ბევრ მონაცემებზე და აქედან გამომდინარე ხა 1000 ექსპერიმენტი რო არ ჩაატარო რომელი ოპტიმიზატორი ჯობია პირდაპირ ადამიანს გირჩევენ ხო ეს არის ემპირიული დაკვირვებით შერჩეული ოპტიმიზატორები ბევრჯერ გავწვდეს გავს განაწილებაზე და
ზღავს განაწილებებზე და ბევრნაირ განაწილებაზე და ნუ ამან იმუშავა. ხო. ნუ აიჩიეთ თქვენ შეცვალეთ და ამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეთ და რომელი ოპტიმიზატორიც კი ხო. აქაც მაგალითად ანუ schedulers-იც ანუ რა მე ბევრი დავტესტე და one cycle LR არის რა ანუ არ ვიცი როგორ ვთქვა ანუ წარმოუდგენლად იანი ანუ როიზ ამოწმებს ეს არის უდესეს learning rate ერთ ციკლში იზრდება და ჩადის ქვევით ძალიან იზრდება და შემდეგ ჩამოდის ქვევით ეს არის იმისთვის რომ ძირითადად ნეირონებს საკუთარ ძალიან ბევრი მიმართულება ხო ძალიან ბევრი ზონა აქვს მილიონობით ხო თქვა და მილიონი 100 მილიონი 300,000 იმის ალბათობა რომ თქვენ მიაღწიოთ ოპტიმუმის წერტილს ესეთ ოპტიმუმის წერტილს ხო უკვე დაბალია იმიტომ წარმოიდგინეთ ყველა მხრიდან ყველა ზონის მხრიდან ერთი და იგივე მიმართულებით უნდა მიდიოდეს ეს რო იყოს ლოკალური თუნდაც მაქსიმუმის წერტილი იყოს ყველა მხრიდან ყველა ზონის მხრიდან ერთი და იგივე მიმართულებით ყველა განზომილებით ერთი და იგივე მიმართულება უნდა გქონდეთ. ამის ალბათობა არის 2 ხარისხად რამდენიც გაქვს ზონა. დაახლოებით ამდენი. ძირითადად ჩვენ რასაც პოულობთ, ეს არის უნაგირა წერტილები. რო წარმოიდგინოთ, აი ხა y-x² ფუნქციას რო წარმოიდგინოთ, ხო? ეს არის ამოზნექილი კარგი ფუნქცია. ნუ არსებობს კიდე ლოკალურად ამოზნექილი ფუნქციები, ხო, რაღაც ესეთი. ამას ლოკალური ექსტრემუმები აქვს, აქ მინიმუმები თქვათ. მაგრამ არსებობს კიდე y-x ფუნქცია, რომელიც არის აი ესეთი. ცოტა თემიდან გადავუხვით. ამას ქვია გადაღუნვის წერტილი, ხო? აქ წარმოებული 0-ია, მაგრამ არც მაქსიმუმი, არც მინიმუმი, ხო, ეს წერტილი. და ეხლა სამ განზომილებაში რო წარმოიდგინოთ, იქ ესე მოდის, ხო? აქ ბევრი მიმართულება აქვს უკვე. აქ თქვევით ჩადის, აქით ზევით ადის. აქით თქვევით ჩადის, აქით ზევით ადის. ანუ სხვადასხვა მიმართულებით არის, მაგრამ აქ კარგი პლატოა. ანუ კარგი პლატოა თქვათ. რაღაც მიმართულებით ზევით ადის კი გრადიენტი რო ჩამოუშვა, ასე ჩამოვა და აქ გაჩერდება პლატო, როცა არის კარგი პლატო, რო დახრა ძალიან პატარა, გრადიენტი თითქმის განულდება, ხო აქ. და შენ გონია რომ რაღაც კარგ ადგილს მიაღწია, ხო გონია და აჩერებ აქ გაწვრთნას. თუმცა სქედულერი რო გაზდის ამას, ხო learning rates ძალიან თუ ახლა მართლა გრადიენტი 0-ია რა, ერთიან ამოხტომის ალბათობა გაქვს. და როდესაც ამოხტომის ალბათობა გაქვს, შეგიძლია კიდევ უფრო ქვევით წახვიდე. თუ გაქვს აქეთ, ხო, რამდენიმე ამოხტომის შემდეგ შეგიძლიათ წახვიდე კიდე ქვევით, ხო? შეიძლება პირიქით აქეთ მოხდე, აქეთ მოხდე და მე ისე ქვევით დაეშვა და ისე ამ პლატოზე მოხვიდე. რადგან ჩვენ ახლა ფაქტიურად გაწვრთნის პროცესში გრადიენტული დაშვება არის სიბნელეში ხელების წეცების პროცესი. და ამ ხელგანზომილებაში ძალიან ძნელია წინასწარ განსაზღვროს, სად იქნება უკეთესი პლატო. და გარდა ამისა, შენ აქაც უნდა გადახდე გადმოხდე, თუ იგივე პლატოზე დარჩი, ეს ძალიან სტაბილური იქნება. შედარებით უფრო ალბათობა იმისი დიდია, რომ ეს ადგილი არის უფრო სტაბილური. უყურეთ თქვენ რომ ესეთ რაღაც პლატოზე მოხდეთ, თუნდაც ექსტრემუმზე დაუშვათ მცირე. ესეთ ექსტრემუმზე მოხვედრა და ესეთ ექსტრემუმზე მოხვედრა, მიუხედავად ეს რომ ცოტა ამას უფრო ნაკლები აქვს, ხო, უფრო კარგი, თქვათ, უფრო ქვევით არის ეს ექსტრემუმი, ხო, ცნობილება უფრო ნაკლები იქნება. პატარა შეშფოთებაზე აქედან ამოხტომის ალბათობა მაღალი გაქვთ. ანუ მონაცემები ხო რაღაც პატარა ეფსილონ მიდამოთი თუ გაიზრდება, ვთქვათ, სურათი პატარა ეფსილონ მიდამოთი რო გავაჩოჩოთ აქეთ, ან მისი რამდენიმე განზომილება გავაჩოჩოთ, აქედან ამოხტომის ალბათობა მაღალი გაქვთ. როცა აქ პატარა შეშფოთებაზე ამოხტომის ალბათობა არ აქვს. ეს უხეშად რო ვთქვათ, ამას რა თქმა უნდა, მთელი მათემატიკური დამტკიცება უნდა და მათემატიკურად გაკეთება უნდა ესე უხეშად გეუბნებით, თორე ძალიან ადვილი არ არის და ესეთი ტრივიალური არ არის ამის მათემატიკურად დამტკიცება. იმიტომ რომ შეშფოთება წონების მიხედვით ხდება და არა მონაცემების მიხედვით და რა შუაშია უიტყვის ადამიანი, თუმცა ნუ ცდილობენ რომ რაც შეიძლება დიდი და სტაბილური პლატო მოძებნონ. გასაგებია? კი მივხვდი და მიუხედავად იმისა რომ მონაცემების მიხედვით მონაცემები აქ მუდმივებია, მონაცემები ხო მონაწილეობს, მონაცემების მიხედვით გაქვს ცნობილება დათვლილი და აქედან რამდენიმე ჯობია რომ რაღაც უფრო სტაბილური და დიდი პლატო მოძებნონ და ამიტომაც სქედულერი ცდილობს რომ დააკვირდეს აქ რომ მოვიდა გადახდეს აქეთ იქით ვარ თუ არა სტაბილურ ადგილას. მაგრამ ანუ აქ ეხლა იმას რა ვხდები რომ ანუ თუ სტაბილურ ადგილასაა, ანუ სქედულერი მაგალითად ადამიანი ეჯიდიც ანუ მომენტუმს არ გაზრდის ძალიან, ანუ მომენტუმი არ გაიზარდება, რომ ანუ ბევრად უფრო ანუ დიდ ნაბიჯებს არ გაიზარდებს. მომენტუმი ფიქსირებული აქვს. მომენტუმი არ იზრდება. აუ ეს
მაგრამ ადამიანზე ნელ-ნელა არ გაიზარდება და ან მანდიდან ამოხტომის საშუალება აი კიდეზე არა, ადამი კაკას არ ადამიანის ვერცით ვერ გაზდის, მანდ მთავარი ისაა, რომ თვითონ გრადიენტი წარმოებული ამ შემთხვევაში და ჩვენი ცდომილების ფუნქციისად კერძო წარმოებულები თითეული W კათი და ასევე DC D V ლეიერი შეიკუსაკდა პირველი განზომილება ხო ეს თითოეული ეს გრადიენტი ეს ხო დიდი ვექტორია ეს წარმოიდგინო როგორც ვექტორი ესე ხო DC DW თქვათ პირველი განზომილება პირველი შრის 1 E1 E1 მერე DC DW 1 E2 1 და ასე რომ წაყვე ხო მიიღებ ძალიან დიდ ვექტორს კი ეს ვექტორი ზუსტად გეუბნება შენ ამ ვექტორის სიგრძე აი ამ გრადიენტის ვექტორის ამიტომ ასე წერენ DC C იმიტომ რომ ეს არის შეფასების ფუნქცია cost ხო ეს რა არის თვითონ DW-ებით და B-ებით DW DC ასე დავწეროთ ხო ჩაწერისთვის DB-ს ნიმლეშის ერთი ვექტორია აქითაც და აქითაც ბევრია ეს W-ს და B-ს ეს ვექტორი ამ ვექტორის სიგრძე რო აიღო ამ გრადიენტის სიგრძე ანუ სიგრძე რო აიღო რაც უფრო მეტია დახრა მით უფრო გრძელი იქნება და მიმართულება რო აიღო სად იხედება სადაც მაქსიმალურად დახრა ყველაზე მეტად სადაც არის დახრა ყველაზე მახვილი სადაც არის დახრა და სადაც იქ იხედება ოღონდ სადაც დახრა არის ზევით ქვევით კი არა ზევით ამიტომაც იღებენ მინუსით learning rate ან pitch-ს რომ შემოაბრუნონ და მაქსიმალურად საპირისპირო მიმართულებით წაიყვანონ რომ მინიმუმისკენ წავიდეს და თუ შენ აი აქ მოხვედი ახლოს უკვე თვითონ გრადიენტი ახლა ეს რომ შენ რო დახრა ფაქტიურად აღარ გქონდეს გრადიენტის სიგრძე იქნება 0 0 რო იქნება რაც უნდა გაამრავლო შენ გინდა ამაზე გაამრავლე გინდა თავის მომენტუმებზე გაამრავლე რაც უნდა გაამრავლო ფაქტიურად უკვე ადგილიდან არ გაინცრა მაგრამ იმის ალბათობა რომ ხა აუცილებლად სწორ პლატოზე მიხვალ დაბალია სიამბლეში ეს გრადიენტი არის ძალიან პატარა ხო გაცილებით ნაკლები ერთს ძალიან პატარა რო არის უკვე ძალიან ნელა მიდის აქ დაშვება უკვე ძალიან ნელა ხდება ამიტომაც კედულერი ცდილობს რომ გადმოხდეს ხო არ არის სადმე უფრო კიდე დაშვების შანსი მაგალითად ან თუ აღარ არის და დიდი ნახტომის მერე აქ ანუ ესე იგი აქ სტაბილურობა მაღალი ან თუნდაც მე რო გავზარდე learning rate-ი უცებ მეორე ესეთი მიდგომა არის კოსინუსურად ან საფეხურებად გაზდა დაპატარავება ხო ეს learning rate-ი მე შემიძლია ესე გავზარდო ბოდიში გავზარდო რამდენიმე ეპოქა შემდეგ რამდენიმე ეპოქა ან პირველი ეპოქაში ესე გავაკეთე მე რამდენიმე ეპოქა გავზარდო კოსინუსური კუთხით ეს გავზარდო კოსინუსური ფუნქციით მე შევამცირე მე კიდე მე უფრო დიდხანს რამდენიმე ეპოქა იმიტომ რატო ახლა მე რატო ვსდი იმიტომ პირველაზე რომ გავზარდო არ იქნება სწორი იმიტომ რომ პირველზე ძალიან ჩქარა ხდება თავიდან დაშვება იმიტომ რომ სადღაც ვარ აი ესეთ ადგილას რომელიც ზევით ბოლო ეპოქებზე უკვე ძირითადად მე პლატოებზე ვარ ამიტომ რომ ვსდი ამ learning rates აქ უკვე აი ესეთ დახრაზე რო ვარ აქ სულ ჩქარა წავალ ან აქ მოხდები ან შეიძლება აქედან ამოვარდე ამოვარდი აქედან ისე უკან წამოვალ ან ერთ-ერთ დაპატარავებისას ეგრეთ წოდებული bouncing gradient-ი თუ მივიღე ერთ-ერთ დაპატარავებისთვის აქ მოვალ ან აქედან შეიძლება ესე წამოვიდე და სხვა მიმართულებით წავიდე ხო გეუბნებით ახლა მეც ესე კარგად რიცხვითი ანალიზში ესეთი კარგად არა ვარ ჩახედული მაგრამ რაც ესე ვიცი თეორია ხო გეუბნებით ეს ძალიან დიდი ზოგადად მათემატიკა ხო ძალიან დიდი მეცნიერებაა ხო ძალიან ბევრი წლის მეცნიერება და დიდია და ძალიან ბევრი მიმართულება აქვს მათემატიკას და მიუხედავად იმისა რომ შენ შეიძლება გქონდეს დაამთავრო მათემატიკის ფაკულტეტი იმუშაო მათემატიკაში და კვლევაში იქ ბევრი მიმართულება ესე ყველასში ვერ იმუშავებ რამდენიმე 1 ან 2 ან 3 შეიძლება აიჩვია თითოეულ მიმართულებას კი თავის ქვე განხრები აქვს და სადღაც ალბათ 1.50 აქტიური დარგია მათემატიკის ახლა იმათ კიდე თავის ქვე მიმართულებები აქვს და იქ სართული ახლა ყველას ესე მე თვითონაც ესე კარგად უკვე უნივერსიტეტის მერე რიცხვითი ანალიზში ესე კარგად არ ჩამიხედავს თუ არ დავთვლით რომ აი ამათ სავარჩევდი მაშინ მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის თქვა მინდა რომ
ეს ეგრეთ წოდებული კედულერი ხო ეს გააკეთებს ამ ორ რაღაცას ან აქვე დააჩქარებს შედარებით უფრო სტაბილური და შედარებით უფრო ნაკლებად დახრილი პლატოსკენ მიახლოებას, თითქმის ნულისკენ მიახლოებას, ან შეიძლება ამოახტუნოს ბაუნსი, ანუ ხტომიერი გრადიენტი რა არის, აქ ვერ შვება ახლა ხეშად რო დავხატოთ. დიდი თუ არის ხო აქეთ გადმოხდება, მე აქეთ გადმოხდება, მე ისევ აქეთ ხდება, მე ისევ აქეთ ხდება და ამიტომ მე ეს learning rate ერთ იგივე ზომის მქონდეს, აქ დაიწყებს ხტომას და მე რო შემცირებას დაიწყებს, აქეთ რო დაშვებას გააკეთებს. უკვე სტაბილურად წამოვა ქვევით. მაგრამ მე ისევ გაზდას რო დაიწყებს, შეიძლება აქიდან გადავხტე და სადღაც აქ მოხტე. სადაც უფრო კარგი დაშვების შანსი მაქვს, კიდე ქვევით წასვლის შანსი მაქვს და უფრო კარგი პლატოს მოძებნის შანსი. ამიტომ ეს კედულერი მე ამ ჩეკპოინტებს მე ვიმახსოვრებ. ყოველი ეპოქის ბოლოს ვიმახსოვრებ ჩეკპოინტებს, რომ სად ვიყავი და რომელიც საუკეთესოა იმ ჩეკპოინტს დავტოვებ, ესეც შემიძლია გავაკეთო. ეს არის ამისი აზრი ახ გეომეტრიულად კი არა, უბრალოდ ვიზუალურად, ინტუიციურად რო წარმოვიდგინოთ რა ხდება შიგნით. თვითონ ცადეთ learning rate-ის სხვა კედულერები არსებობს და მოწოდნეთ რომელიმე. მაგალითად კოსაინანი ლინკი ცხელი რესტარტებით აი ეს ნახეთ კონა კოსინუსური შემოქმედება. მაგაზე მინდა დამიკითხა, ზუსტად მაგიტომ არის რომ ეგეთ კოსინუსისნაირ სკედულერებს რომ არგუმენტი აქვს რომ ოპტიმიზერის მომენტუმი სინქრონიზაცია გააკეთოს თვითონ კოსინუსის კურვთან რომ ზუსტად ეგ არის მაგის მიზეზი? ოპტიმიზერიდან უნდა ამოიღოს ჩემ learning rate. არა, ოპტიმაიზერს თვითონ არ უყურებს, ამას წინასწარ განსაზღვრული აქვს ეპოქების მიხედვით აკეთებს შემცირებას. ეპოქაზია ეს დამოკიდებული და learning rate უბრალოდ ოპტიმიზერში უნდა ჩახედოს და learning rate შეცვალოს. და ეპოქაზია დამოკიდებული და არა ოპტიმაიზერზე, თვითონ და ოპტიმაიზერის მნიშვნელობაზე, გრადიენტის მნიშვნელობაზე. მაგას არ უყურებს. არა, მე მაგას არ გულისხმობდი. LR-ზე კი ხვდები, მაგრამ მაგალითად თვითონ cosine annealing worm restart-ს აქვს ესეთი პარამეტრი, რომ თვითონ ოპტიმიზერის მომენტუმი დაასინქრონიზოს თვითონ მაგის არგუმენტების ლისტი მანდეწერება მიხვდებით თვითონვე სახელისგან გამომდინარე. თორე და ერთ წუთით თუნცა დავსერჩო. აგერ არის. არა, მაგას კი არ ვიძახ ერთ წუთით. კარგი, მოდი ამაზე ან მოვიწეროთ ჯობია, იმიტომ რომ იმას ვცდებით მე მგონი. ამაზე მე შეიძლება ცოტა უფრო დიდხანს ვილაპარაკოთ. არ ვიცი თუ გვინდა თუ ახლა გავჩერდეთ, თუ გინდა და გავარჩიოთ ეს ოპტიმაიზერები, მაგრამ ეხლა უბრალოდ მე თქვენ გიჩვენებთ რომ დაждდეთ და ცოტა ხანი თქვენ თვითონ ივარჯიშოთ და ნახოთ რომელი ოპტიმაიზერი ჯობია და არ ვიცი ოპტიმიზატორებზე და ეხლა უბრალოდ ამას ძალიან დიდხანს მოუნდება. კარგით. და ოპტიმიზატორებზე და იმაზე თუ გქონდათ ლექცია გქონდათ თუ არა და შეგვიძლია მოვწეროთ და გავარჩიოთ ეს ოპტიმიზატორებზე ცოტა მეტი ვილაპარაკოთ. ამას გაგიზიარებთ. და მე არ ვიცი ეხლა უკვე მართლა ძალიან გადაგვიცდება თუ ეს ძალიან დიდი დრო წავა, მაგრამ მინდა რომ აი ამ თვითონ ამ ცდომილების დასწავლის წირებზე თუ გაქვს ნამუშევარი და თუ გინახიათ ეს როგორ დაშვების წირი რო ნახოთ და თქვათ F1 შეფასება თუ გაქვთ გავლილი არა ეგეთი რაღაცა მეორე ტიპის ცდომილება ფალს პოზიტივები კარგი მაშინ ამაზე დაშვების წირი გრადიენტში დაშვებაზე იდახით და ცდომილებას ხო უყურებთ და სტოქასტურად როგორ იცვლება ეს გაქვთ გავლილი F1 სკორი მაგალითად ეგრეთ წოდებული precision recall ასეთი რაღაცა გაქვთ არა ეგეთი რაღაც არა accuracy books-ი ეგ კი რომ მაგალითად false positive-ები რაზე აქვს მაგალითად ზაღლი რომ არისა და რომ იძახის მოდელი რომ ცხენია ეხა ეს road image recognition-ზე ვიძახი და აი მაგის ეგ კი მაგრამ დაშვების წირზე არაფერი არ გვაქვს საკეთებული და ის მაგალითად რო გავყოთ false positive-ები გავყოთ მაგალითად ყველა false positive-ები გავყოთ ყველა პოზიტივებზე ეგეთი რაღაცა გავყოთ სადაც მართლაც აღია ეს რამდენჯერაც ეგეთი გაქვთ გავლილი აი თქვათ
ანუ ეგეთი პრესიჟენი, რეკოლი, ეფერტის სკორი, ესეთი რაღაც არ გაგიuliათ. არა ეგეთი რაღაც არ გავყიდია. კარგი, მაგაზე მე თვითონ მე ვნახავ, რა გაიარეთ, რა არ გაიარეთ და მაშინ აქამდე მოდით მე 11-მდე უბრალოდ გაწვენით მოდელით სადით გაწვნა და ორ რამეს გირჩევთ. კარგი, აი ეს ოპტიმიზატორები თქვენ თვითონ მაშინ შეცვალეთ, ნახეთ. ოპტიმიზატორებზე მოიწერეთ და უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწოდებთ მაშინ რა რობოტ არანაირად მუშაობს. და რა მინდა იცით რომ გააკეთოთ, ну ესენი ცოტა ესენი ჩაასწორეთ. კოდი გაასწორეთ და თუ შეძლებთ ბექბონი გამოუცვალეთ, ანუ მოდელი გამოცვალეთ, რითაც კოდირება ხდება სურათის. ანუ თქვათ RCNN-ის მაგივრად, ისა ბოდიში ResNet-ის მაგივრად, რომელიც იმიჯნეტზეა გაცვლილი, ნახეთ რომელიმე ფუნდამენტური მოდელი. ხო არ შეიძლება რომ აიღოთ რაიმე მაგალითად კლიპის ResNet-ი აიღოთ, ან Dinos ResNet-ი აიღოთ, აი მე დიდი მოდელი ნახეთ, დიდ მონაცემებზე გაცვლილი მოდელი ნახეთ, ნუ ზომაში რომ ძალიან დიდი არ იყოს, ხა იგივე იყოს. შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ეს. ეს კიდე დავალება. მაგას მოგწესთ კიდევ თუ არ დავაწყდეს. ოკეი? კარგი. თუ მილიკავთ მოგეს ნიშანი. და ანუ ცალკე ლექცია გქონდათ ხო? კაი, ახლა რეკორდინგს ცოტა ხანი გამორთავ მე მაშინ, მე რაღაცა მითად დეტალები გითხოთ. კარგი, მადლობა ყურადღებისთვის.